მოგესალმებით, ეს გურიანიუსისა და პოსტალიონის ერთობლივი პროექტი არჩევანი მე. მე ამ გადაცემის წამყვანი ნატო გოგელია ვარ. ჩვენი პროექტის ფარგლებში მოსიარულე თავისუფალი მიკროფონი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ცენტრში ახალგაზრდებს დაეთმო. სკოლაში არის ძალიან ცუდი რემონტი, ახლა გაფუჭდა უკვე ძალიან ძველია და განახლება გვესაჭიროება ოთახების, საკლასო ოთახების. ვფიქრობ უკეთესი იქნება. რავი, მერხები ზოგიერთ ოთახში გაფუჭებულია, ზოგიერთ ოთახში ძველი მერხებია. რავი, ალბათ ხო თავრობას რომ გაგვიკეთონ რემონტი და მერხები შემოგიწევონ ახალი. აი რითი ერთობლივ ახალგაზრდები? ახალგაზრდები არ ვიცი, ვერასად დასვენებაზე სულ ბავშვებთან ერთად ვლაპარაკობთ ხოლმე ამ დილად, გასართობი და რაღაცა არ გვაქვს. დარბაზი გვაქვს, მაგრამ უბრალოდ არ გვჭირდება, არ ვიყენებ ხოლმე. ბავშვები ხო, მაგეთ რაღაცები არ გაქვს პრობლემა. ანუ შეიძლება პატარებისთვის შეიძლება სასწრაფოდ იქნება ეზოში, ან პარკში, მაგრამ არ იდეებისთვის არაფერი აღარ ჭირდება პროცესებში. გასთხოვდი რომ სკოლის გარდა პარკი გაგვიკეთეს, მაგრამ ცოტა რომ მოევლოთ უფრო ვიდრე აი მეტი ხე დაერგოთ, გაზონი მოიტანათ მაგალითად. ნუ ხეში დაყარს, მაგრამ ნახევრად ისიც და არ ვიცი სხვა. სკოლაზე ლიკამ თქვა, რაც უნდა მეც მეთქვა და სხვა ბავშვებსაც არ ვიცი. აი შენ პირადად მეც სკოლის განემონტებას თხოვდი, განსაკუთრებით ჩვენი და კიდევ ეხანდელი მეშვიდე კლასის. გაწახებ თქონა. ანუ პირველ რიგში სკოლასთან შესახებ ყველა დიდი პრობლემა გვაქვს, ეს არის არ გვაქვს წყალი, ელემენტარული დასალევის. ალბათ აქ მივხვდებით, რომ არანაირი თქვა ცისუფთავაზე არ არის ლაპარაკი საჭირო ოთახებში. ანუ ძალიან რთული სიტუაციაა. პირველ საათზე ფაქტობრივად ვერ გავივლით, რომ რთული სიტუაცია რო არ არის, ანუ წუხდებით იმასთან დაკავშირებით, რომ სიცხე არის, ოთახებიდან გამოდის საშინელი სუნი, ძალიან ცხელა და რა ვთქვა ყველას, რომ აი რაც კი არის ელემენტარული წყალი გავუკეთო. მარტო ეს იქნება ჩემი თქმა. პრობლემა გაწახებს. სკოლაში არ არის კარგად დაცული სანიტარიული ნორმები, ესე იგი ბოდიშით, მაგრამ სატრფარიშოსთან ახლოს ვერც გაივლი. ძალიან უსუფთავობა, რას იმის გამომდინარე, რომ არ არის წყალი. ვერ ახერხებს ამლაგებელი დასუფთავებას კარგად, არის საოცარი ცუდი შეგრძნება, ასე ვთქვათ. და სპორტის გაკვეთილებსაც ისպես ვართ უქმად და ერთმანეთს საუბრით გავყავს ეს 45 წუთი, გავკვეთის 45 წუთი. რადგან ეს არ გვაქვს კარგი გასართობი საშუალებები, ეს უბრალოდ ფეხბურთის თამაში მოედანზე არ არის, არ შემოიფარგლება მთლიანად სპორტის გაკვეთილით. ეს იყო სულ სიტყვასა და ეცნობა რა ვიცი. ერთი რაღაც მაწუხებს მეც. აბა მითხარი. წყალი რომ არ არის, ან მაგალითად ოთახებში, ან საფრიფარესოში. არსად არა და მინდა რომ აი მაგალითად ახლა ცუდს არ ვიტყვი, იმიტომ რომ სამასწავლებლოში არის, მაგრამ გასვლა რომ მოგიწევს ძალიან სიცხეა და უნდა გქონდეს წყალი. სულ ან სახლიდან უნდა წამოიღო. ან ცხელა. ანუ სამასწავლებლოში თანდათან წყალი შემოყვანილი, უბრალოდ აქვს რაღაც და ან სახლიდან მოაქვთ მასწავლებლებს, წყალისაც აქვს სახში ჭა და ნუ შეგვიძლია რომ ჩვენც ვისარგებლოთ და მასწავლებლებსაც უნდა სვავენით და რასაც რომ სკოლაში იყოს გაყვანილობა და ნორმალურად იყოს კარგად არ არის არსად არ არის სამასწავლებლოში რომ მარტო მასწავლებლებს ხოდეთ, ეგრე დავზილად არ არის, მაგას ვერ მოვიწყოთ. ოთახებში რომ ასე მასწავლებლებს და ჩვენ არ კიდევ არის დენის პრობლემა ზოგიერთ ოთახში, ოღონდ მაგალითად ჩვენს ოთახში წელს გააკეთეს, არასოდეს არ იყო და თუ ძალიან მოღრუბლული ამინდი იყო, აი ძალიან სიბნელე იყო, ასე ვთქვათ. ასევე გამათბობლებზე, დაგვიმონტაჟეს გამათბობლები, მაგრამ აი სრული ამ სიტყვის ნიშნობით არანაირად არ გვათბობს და მეხუთე გაკვეთილის შემდეგ თავენ საერთოდ არ გვათბობს, თუ არ მიხვალ ძალიან ახლოს, არ გაგათბობს და ზაფხულში როცა გცხელა ხო შეიძლება რომ დაგვიმონტაჟოთ ცოტა გამაგრილებლები. ნუ ეს არის ესეთაც გვინდა. ისე ოთახში სიგრილეც არის და სიცხეც. ოთახი, სადაც კარგი სკოლებში, სადაც კარგი სკოლა ნამდვილად არის, იმიტომ რომ მაგალითად ბუფეტში როცა ვიყიდით რაიმეს, ნუ ესე ხელში დაჭერილები უნდა ვჭამოთ და რო იყოს სასადილო ოთახი, ავიღებდით ჩვენთვის ყველაფერს, ჩვენთვის იქნებოდით 1 კლასელები გაყოფილი, ძალიან კარგი იქნება ჩვენთვისაც და მასწავლებლებსაც. და აღარ მიირთმევენ
სამასწავლებლოში. ხოდა ზოგი რო აი მაგალითად ბავშვი რო იყიდის აღარ დარჩება და მეორეს მინდა ისევ და თუშია და ეხა რა ვიცი, ახლა მეორე მჭამას ის დარჩება და აღარ რჩება ხომ და ზოგს ყიდვა თუ უნდა უწევს მაგალითად პეჩენის ყიდვა თუ არ არის ალობიანი ან ვიწევს გადასვლა ხანდახან რო არ არის. და ვაგვიანებთ გაკვეთილებზე იმის გამო რომ არ არის ჯანსაღი ბუფეტი სკოლაში. უნდა იყოს ბევრი პერაშკი და მე ვიტყვი რომ ჩვენი კლასი არის ყველანაირად კარგი, გარემონტებული არის, კარგი მერხები, ყველაფერი კარგი გვაქვს, მაგრამ მოგვიწია სამწუხაროდ ცუდი დაფა, რომელიც სამწუხაროდ ხშირად რაღაცნაირად აი ცარცით არ წერს. ამის გამო ხარას ვაკეთებთ, ხან კურსებს ვაკრავთ ზევიდან და მინდა ახალი დაფა. ჩვენი ოთახი ყოველად მაგრამ და სკოლის ეზოში არ არის სისუფთავი. კედლები გამოტეხილია, რაღაც ამოწიფრულია კედლებზე, დაფაც არ ვარ და რაღაც წარწერების გამო ნუ ცუდია რა, დამახინჯე. და რა ვთქვით, აი როგორია შენი ცალი განახვლა. რა? შემოქმედში კარგი გაკეთა, მაგრამ არის მოულელი. ჩემი აზრით უფრო მეტი ხე უნდა დაირგოს, უკეთესად უნდა იყოს მოულელი. რა გაწუხებთ? სკოლაში არ გვაქვს ბუფეტი, სამწუხაროდ და ბავშვებს დღის პირველ ნახევარში ფაქტიურად გვიწევს შიმშილო, შეერები ვართ. არ გვაქვს კიდევ სასმელი წყალი, რაც ძალიან ცუდია. და რა ვიცი. რომელ საჯარო სკოლაში სწავლობ? კვირკეთ საჯარო სკოლიდან. სხვა პრობლემები. დასუფთავებასთან დაკავშირებითაც არის, როგორც შეიძლება იზოში იყოს ისე სკოლებში, რა თქმა უნდა, დამლაგებლები არიან დაკვირეს ბოლოს აღაგებენ ოთახს, მაგრამ მაინც ბავშვები როცა ვართ ოთახში, სისუფთავის შენარჩუნება ცოტა გვიჭირს და უფრო შეიძლება მეტი მეგობრებთან ერთად რით ეთაობთ? ვიცი დასვენებებზე ბავშვები ვართ, საკლასო ოთახში ვართ, არის გასართობები, სპორტის გაკვეთილზე, ვერთობით, სხვადასხვა სპორტული გასართობები და ვიცი. რომები გაწუხებთ და რას თხოვდით მომავალ ხელისუფლებას? ის რო სკოლაში დაზიანებული ნივთები აღვიდგინონ. მე ვთხოვდი სკოლის მოედანი რო შეეკეთებინათ. ბადეები რო დაჭიმონ, დავით ახალო მოედანი, ბურთები ახალი კონდეს. რა ვიცი, რა უნდა ვთხოვო. მე ვფიქრობდი რომ სკოლაში არ უნდა. როდესაც მოვიდეთ პირველად სკოლაში და დაგვხვდა ეს შადრევანი, ვიყავთ აღფრთოვანებული, იმდენად მოგვეწონა და დიდი მადლობა ამისთვის, ვინც ამაში მიიღო ოდნავი წრვილიც კი შეიტანა ამ ყველაფერში. ძალიან დიდი მადლობა, ეს ძალიან კარგი იყო. პრემიერის ჩამოსვლას გაგვახარა, ცოტა ყურადღება მიექცა ჩვენ სოფელს, აღნიშნა მან რომ არის ძალიან ულამაზესი სოფელის შემოქმედი და ეს ლამაზი სოფელი კიდევ უფრო გალამაზდა და მიხარია რომ არის პარკის სხვა სოფლებიდან განსხვავებით. ეხლა მინდა ვისაუბრო, ცოტა გადავხვევ თემას და სწავლაზე. თუ რაოდენ ძვირი ჯდება სწავლა და ამის შესახებ, ესე იგი, მე არა ვარ აბიტურიენტი, მერვე კლასელი, მაგრამ აბიტურიენტებს, ვისაც სწავლა სურთ მართლაც და უნდათ, გულით ჭირდება ძალიან ბევრი საშუალება, დაახლოებით 400 ლარი, რომ მოემზადოს სხვადასხვა საგნებში. დაახლოებით 60-70 ლარი ჯდება. ამ საგნებში მომზადება. მათ მართლაც უნდა სწავლა, მაგრამ არ აქვს ამის საშუალება, ვთქვათ, ოჯახს. და როცა ამის საშუალება არ აქვს, ხომ ბავშვის ნიჭი იკარგება ტყუილად. სოფელ შემოქმედში კვირიკეთსა და გომში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა პრობლემებზე ვრცლად ისაუბრეს. გითხრეს, რომ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს ბევრი პრობლემის მოგვარება სურს, მაგრამ ყველაზე მთავარი კი გასართობი ადგილების არ ქონაა. ასევე ისაუბრეს სკოლებში არსებულ არც თუ სახარგუელო მდგომარეობაზე. რა სიახლეებით შეხვდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლები ახალ სასწავლო წელს, რა პრობლემების მოგვარებას აპირებს განათლების სამინისტრო მიმდინარე წელს და როგორ ზრუნავს საგანმანათლებლო რესურს ცენტრი ახალგაზრდების განვითარებაზე. გადაცემის მეორე ბლოკში ამ თემებზე ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი ისაუბრებს, დაგველდეთ სტუმართან ერთად სტუდიიდან რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ჩვენ ისევ ეთერში ვართ, ჩვენი გადაცემის სტუმარია ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი. მოგესალმებით ქალბატონ ლელა, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენ პირველ ბლოკში გქონდა საუბარი იმაზე,
რაც ხდება სკოლებში, რა აწუხებს ბავშვებს, თუმცა საუბარი მაინც სხვა თემით მინდა დავიწყო, რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს. ეს არის ნასაკირალის თემა, სადაც ამ წუთას შეფერხებულია სასწავლო პროცესი, იმიტომ რომ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები ითხოვენ დირექტორის დაბრუნებას, იქნებ ფურცლად გვიამბოთ, რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს, პირველად ვარ თქვენ სტუდიაში და წარმატებებს გისურვებთ. რაც შეეხება ნასაკირალის თემას, მართალ ბრძანებთ, ის უკვე 2 დღეა გახდა უფრო საჯარო განხილვის საგანი, თუმცა ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, უფრო შორს აქვს საფუძვლები. დაახლოებით 10 თვეა მიმდინარეობს გენერალური ინსპექციის მიერ მოკვლევა საჯარო სკოლაში, კერძო პირის განცხადების საფუძველზე. პირველ ჯერზე განცხადება შევიდა ჯერ კიდევ იანვრის თვეში განათლების სამინისტროში, დაიწყო გენერალურმა ინსპექციამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, შესაბამისად ფაქტების ნაწილობრივ დადასტურების გამო მაშინ დღის წესრიგში არ დამდგარა საჯარო სკოლის დირექტორის გათავისუფლების საკითხი, მას ხას იმიტომ ვუსვამ, დღეს მუსირებს აზრი, მათ შორის ამ მოსახლეობაში, რომ ეს ერთი კაცის კაპრიზის გამო მოხდა და იქ რეალურად დარღვევები არ არის, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ეს ერთი კაცის კაპრიზის გამო უნდა მომხდარიყო, ხას უსვა მოხდებოდა იანვარში, როცა მან განცხადებულმა პირველად შეიტანა საჩივარი განათლების სამინისტროში, მაშინ ნაწილობრივ დადასტურდა ეს ფაქტები, როგორც გითხარით, არ განმეორდები, დირექტორი მაშინ არ გათავისუფლებულა, წერილობითი გაფრთხილება მიიღო სკოლა. მიეცა ერთთვიანი ვადა შენიშვნების გასწორებისთვის. ერთი თვის ვადაში ანგარიში წარადგინა სკოლამ განათლების სამინისტროში, თუმცა განცხადებელი არ გაჩერებულა. მან დამატებითი გარემოებები წარადგინა კიდევ განათლების სამინისტროში. მარტში შეიტანა განმეორებითი განცხადება. აპრილიდან ითხოვდა სკოლის დირექტორის გათავისუფლებას და ესეც საჯაროდ ცნობილია, რომ მას ჰყავს 4 შვილი და აპრილის თვიდან მას ბავშვები სკოლაში აღარ მიუყვანია. და პრინციპულად ამბობდა, სანამ სკოლის დირექტორი არ იქნება ამ თანამდებობაზე, მე ბავშვებს სკოლაში არ მივიყვან. ამ საქმეში ჩართული გახლდათ სახალხო დამცველის ოფისიც, მისი თავად სახალხო დამცველის ოზურგეთში სტუმრობის დროს მეც გახდით ბუნებრივი ამ შეხვედრაზე და მაშინვე ბატონმა უჩამ განუმარტა მშობელს, რომ მას არ ჰქონდა უფლება დაერღვია ბავშვების უფლებები და უნდა მieყვანა ბავშვები სკოლაში. ამ პროცესში ჩაერთო მაშინვე სოციალური სამსახური და სოციალური სამსახური ნაბიჯ-ნაბიჯ კანონის შესაბამისად ახორციელებდა ყველა ზომას, რომ ბავშვები ჩართული ყოფილიყო სასწავლო პროცესში. პარალელურად გენინსპექციაში მოკვლევა ბუნებრივია გრძელდებოდა, იმიტომ რომ განცხადებელი არ ჩერდებოდა და ყოველ ჯერზე ახალ გარემოებებს წარადგენდა. ეხლა უკვე დამატებითი გარემოებების და დამატებითი კვლევის შედეგად საჯარო სკოლაში აღმოჩნდა სერიოზული ფინანსური დარღვევები. ანუ გენერალურმა ინსპექციამ წარადგინა მინისტრის სახელზე მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მე ახლა არ შევუდგები ამ საკმაოდ დაახლოებით ალბათ 20 გვერდიანი დასკვნა დადებული, არგუმენტირებული, რა თქმა უნდა, ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც აღმოჩენილი იქნა ნასაკირალის საჯარო სკოლაში და ვინაიდან სპარტაკ გოგიტიძე გახდა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული სკოლის დირექტორი, სამინისტრო მიმართა შუამდგომლობით სამეურვეო საბჭოს და მოითხოვა, რომ შეეწყვიტათ სკოლის დირექტორისთვის უფლებამოსილება. მოცემული დასკვნის საფუძველზე, რომელიც ასევე გადაეგზავნა სამეურვეო საბჭოს იმისთვის, რომ გაცნობოდნენ. სამეურვეო საბჭომ ვერ წარადგინა არგუმენტირებული, დასაბუთებული უარი, ანუ მინდა გითხრათ, რომ სამეურვეო საბჭომ თქვა, რომ ჩვენ არ შევუწყვეთ სკოლის დირექტორს უფლებამოსილებას, მათ ჰქონდათ უფლება ან მიეღოთ გადაწყვეტილება, ან უარყოფითი. მაგრამ უნდა წარადგინათ არგუმენტები, რატომ რა ნაწილში თვლიდნენ ისინი, რომ არასწორი იყო გენინსპექციის დასკვნა და რატომ არ უნდა შეჩერებოდა უფლებამოსილება სკოლის დირექტორს. რა თქმა უნდა, არგუმენტები იყო ძალიან სუსტი და იყო მხოლოდ ერთი ლეიტმოტივი, ასე ვთქვათ, გასდევდა ამ სურვილს, რომ ვინაიდან ეს არის ახალგაზრდა დამწყები სკოლის დირექტორი, კიდევ ერთხელ მიეცათ მისთვის შანსი და დაეტოვებინათ სკოლის დირექტორად. ბუნებრივია ეს არგუმენტად ვერ გამოდგება, როცა იქ საუბარია სერიოზულ დარღვევებზე, უნდა არსებობდეს კონტრარგუმენტი მაშინ, თუ არ ეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. ზოგადი განათლების შესახებ კანონი განათლების სამინისტროს აძლევს უფლებას, რომ სამეურვეო საბჭოს უარის შემთხვევაში მან ისევ განიხილოს სკოლის დირექტორის მიზანშეწონილობის საკითხი, ან შეუწყვეტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს, ან არა. ვინაიდან გენერალური ინსპექციის დასკვნა იყო საკმაოდ სერიოზული შენიშვნებით და უფრო მეტით დანაშაულებრივი ქმედებებით. დასკვნის ბოლო ნაწილს გეტყვით მხოლოდ რომ იქ წერია, რომ აღნიშნული მასალები აუცილებლად გადაეგზავნება შესაბამისად სამართალდამცავ ორგანოებს და მოკვლევას უკვე გააგრძელებენ სამართალდამცავი ორგანოები. შეინიშნება, რომ არის სისხლის სამართლის
ნიშნებით დარღვევის შესაბამისად სამინისტრომ შეუწყვეტა უფლებამოსილება 30 სექტემბერს და გამოუგზავნა უკვე გადაწყვეტილება ბრძანება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საჯარო სკოლას. იმ დღესვე, როგორც კი ეს გადაწყვეტილება სკოლაში მივიდა, ამან გამოიწვია სერიოზული პროტესტი და სამწუხაროდ ჩათვალა მშობლების დამოძღვრით მე არ შემეშინდება ამ სიტყვის თქმა ბავშვებმა, იმიტომ რომ ახლა არასრულწლოვანებისთვის ბუნებრივია მშობლების სიტყვა ყოველთვის არის გადამწყვეტი და უნდა ვივარაუდოთ რომ ალბათ ყოველ შემთხვევაში ბავშვებმაც მათ შორის მასწავლებლებმაც, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ მასწავლებლები ხარს უჭერენ სკოლის დირექტორს, არც ერთი წუთი სასწავლო პროცესი მათ არ დაუტოვებია და კაბინეტები არ დაუტოვებია და ზარი დღესაც ირეგებოდა ნასაკირელი საჯარო სკოლაში და მასწავლებლები ისხდნენ საკლასო ოთახებში. ხო, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. მოკლედ გადაწყვიტეს, რომ პროტესტის ფორმა გამოეხატათ ესე, რომ არ შეეშვათ ბავშვები გაკვეთილებზე, შეგროვებული იყვნენ ერთ გუნდად სოფლის ცენტრში და არასაჯარო სკოლის ეზოში და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. და ეს მოხდა 5 გაკვეთილის შემდეგ, ანუ ფაქტურად მე-6 გაკვეთილის დაწყებისას. 5 გაკვეთილი იმ დღეს, ანუ გუშინ ჩვეულებრივ ჩატარდა. დიახ. და გადაწყვეტეს, რომ აი სანამ სკოლის დირექტორად არ დაბრუნდება სპარტა გოგიძიძე, ჩვენ სასწავლო პროცესს ბავშვებს სკოლაში არ გავუშვებთ. და ბავშვებიც ამბობენ, რომ ჩვენ არ განვაახლებთ სასწავლო პროცესს. გუშინვე როგორც კი ეს ფაქტი შედგა, მე ბუნებრივია, როგორც განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი, ვალდებულიც ვიყავი, ავედი შევხვდი პედაგოგიურ საბჭოს, შევხვდი სამეურვეო საბჭოს წევრებს, დავინტერესდი იცნობდნენ თუ არა ამ დასკვნას გენერალური ინსპექციის. გულწრფელად რომ გითხრათ, მე კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ისინი ამ დასკვნას თავიდან ბოლომდე არ იცნობდნენ, იმიტომ რომ გაოცებული მიყურებდნენ, როცა ვეუბნებოდი რა დარღვევებზე იყო იქ საუბარი. და მე მათ აუხსენი, რომ ეს მოხდა დასკვნის საფუძველზე, აღმოჩენილი სამართალდარღვევების შესაბამისად და ერთი გზა, რაც არსებობს ცივილურ, ჩვეულებრივ კანონით უზენაესობის ამღიარებელ ქვეყანაში, გახლავთ სასამართლო. ბატონ სპარტაკს, რომელსაც ეჭვეპარება, რომ იქ მოცემული დარღვევები არ არის ისე როგორც იქ არის დასკვნაში წარმოული, ეს მისი უფლება ბუნებრივია, ან გაიზიაროს, ან არ გაიზიაროს, მაგრამ მას ბუნებრივი აქვს ერთადერთი გზა, აღნიშნული შესახებ უნდა მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს გზით შეუძლია დაამტკიცოს. რა თქმა უნდა, ძნელია გააგებინოს საჯარო სკოლის მართვის პრინციპები მოსახლეობას, რომელმაც წესით არც უნდა იცოდეს ზოგადი განათლების შესახებ კანონი კარგად. მე არ ვამბობ, რომ არ იციან და ეს მათი ბრალია, ბუნებრივია არც იციან, მაგრამ აქ არის აბსოლუტურად ემოციურ მუხტზე დაყრდნობით ეს ყველაფერი, არის მხოლოდ ემოციებზე საუბარი, რომ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომ არის წესიერი, რომ არის კარგი და როცა შენ ეუბნები, რომ იცით რა დასკვნაში ეს წერია, ვერც აცნობიერებოდ, რომ ეს შეიძლება იყოს დარღვევა. მე რა ამდენ ლარზეა ლაპარაკი, რამდენი მაგილარი რა, ამდენი ლარი რა, ანუ თქვენ გესმით, იცით რა მე მართლა გითხრათ იქ ჯამური ციფრები არ არის არსად გამოკვეთილი, მაგრამ თვითონ გამოჰყავთ ეს ციფრები. მოსახლეობა ამბობს რაღაც გარკვეულ ციფრებს. ხო, ყოველ შემთხვევაში თვითონ აქვს ეს გამოთვლები. იქ ციფრები არ წერია. იქ საუბარი არის რაზე მხოლოდ 2 დეტალს გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, იმიტომ დანარჩენი კიდევ ამაფარის საჯარო სამართლის სკოლის შიდა სამზარეულო და საზოგადოების შეიძლება ნაკლებად გასაგები იყოს, მხოლოდ 2 დეტალზე ვიტყვი. ერთი ის, რომ ყველა სკოლაში იცით თქვენ, რომ მოსწავლეთა ტრანსპორტირება ხდება. ტრანსპორტირების მძღოლები ამ შემთხვევაში ვინც ახორციელებს მოსწავლეთა ტრანსპორტირებას, ხელშეკრულებას აფორმებს სატრანსპორტო კომპანიასთან, ისინი არ არიან საჯარო სკოლის თანამშრომლები და არც განათლების სამინისტროს თანამშრომლები, არიან კომპანიის დაქირავებული მძღოლები, რომლებსაც გადაჰყავთ ბავშვები. მაგრამ შესრულებულ დღიურ სამუშაოზე მონიტორინგი, ანუ პასუხისმგებლობა აქვს სკოლის დირექტორს. როგორ? მას ეძლევა უწყისი სახელფასო უწყისი, მოდი ასე დავარქვათ, გამოცხადების უწყისი, სადაც სკოლის დირექტორი ყოველი თვის ბოლოს აწერს ხელს, რომ ლელა იმედაშვილმა 12 სექტემბერს დილით 9 საათზე გადაიყვანა ბავშვები და 2:30-ზე მოიყვანა. ჩვენ 519 მარშრუტი გვაქვს მხოლოდ ოზურგეთში, ხა ბუნებრივია 519-ის კონტროლი ვერც განათლების სამინისტროდან გახორციელდება. სკოლის დირექტორი ეს უწერია მას ვალდებულებაში, რომ მან უნდა განახორციელოს მონიტორინგი. გარკვეული დროის განმავლობაში მძღოლები, რომლებიც ემსახურებოდნენ ამ ბავშვებს,
იყვნენ თურქეთში სამუშაოდ წასულები. რეისი ბუნებრივია შესრულდა, მარშრუტი შესრულდა, ბავშვებს შეფერხება არ ქონიათ, მაგრამ ერთი ადამიანის ნაცვლად მუშაობდა მეორე. უწყისი შედგა ისე, რომ თითქოს მუშაობდა ის, რომელსაც ჰქონდა საზღვარი გადაკვეთილი. ანალოგიური შემთხვევებია მასწავლებლებთანაც, მათაც ანალოგიურად ჰქონდათ, მათ აქვთ უფლება, მათ არაფერი დაუღვევიათ, შვებულებით შეიძლება ადამიანმა ისარგებლოს და ეს შვებულება გაატაროს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ. მასწავლებლების მიმართ დარღვევაზე არც არის აქ საუბარი. აქ საუბარია დირექტორის მიერ ამის აღრიცხვაზე. როცა შენი მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც შენ საბიუჯეტო თანხი და ხელფასი უნდა გამოუწერო, არ არის საქართველოს ფარგლებს შიგნით. ბუნებრივია მას უნდა იმ რიცხვიდან მიეცეს კუთვნილი შვებულება და მასზე ხელფასი არ უნდა იყოს გამოწერილი. ამ ადამიანებზე ხელფასია გამოწერილი. მე მხოლოდ ეს ორი დეტალი გითხარით, დანარჩენი კიდევ გეუბნებით, ეს არის 15 გვერდიანი დასკვნა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ყველა ეს დარღვევა. ეხლა გავყვეთ შედეგს. რა მოხდა თქვა დღეს, როგორ განვითარდა მოვლენები დღეს. დღეს დილით, იქ დაახლოებით ალბათ რამდენიმე 10-მდე ბავშვი შეიძლება შევიდა საგაკვეთილო პროცესში, დილით ზარი ჩვეულებრივ დაირეკა, მაგრამ როგორც კი დანარჩენები ბავშვები მოვიდნენ სკოლის დაწყების პროცესში, დანარჩენები ისევ მშობლების თანდასწრებით, მშობლებთან ერთად დაიწყეს სკანდირება, დაიწყეს მოთხოვნა, სახელდახელოდ მოამზადეს ეს პლაკატები და ცალსახად მხოლოდ და მხოლოდ აქვთ ერთი მოთხოვნა, რომ დაუბრუნდეს სკოლას სპარტაკი. მოქმედ დირექტორ. ჩვენ ბუნებრივია, ვერც განათლების სამინისტრო, რესურს ცენტრი მით უფრო, რომელიც არც განმათავისუფლებელი ორგანოა და არც ნიშნავს სკოლის დირექტორს. ვერ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას გარდა სასამართლოსი. მე მთელი დღის განმავლობაში დღეს და გუშინ ამ ადამიანებს ვუხსნი, რომ ეს არ არის ფორმა, რომლითაც შეიძლება ელაპარაკო რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუციას, მათ შორის განათლების სამინისტროს და რომც ელაპარაკო შედეგს ეს გავლენას ვერ მოახდეს, მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გზით. მე ვურჩიე სპარტაკსაც დღეს კიდევ ესაუბრე ისევე როგორც ბავშვებს, მშობლებს, რომ თქვენ კი ბატონო შეაგროვეთ ხელწერები, გადაიტანეთ ეს ყველაფერი თქვენი თხოვნა, სურვილები ფურცელზე, ამის აკრძალვა ვერ მოხდება, ბუნებრივია ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავის სურვილი, რა ფორმითაც მიაჩნიეს სწორად. უბრალოდ მე სწორი გზისკენ მიმყავს ეს ადამიანები და ვეუბნები, რომ სასწავლო პროცესის ამ გზით შეფერხება ვერ მოახდენს გავლენას შედეგზე. მიიღეთ პირობა რომ ორშაბათიდან სასწავლო. აიცით რა, მე ასეთ არჩევანის წინაშე ეს ადამიანები არც დამიყენებია და არც დამისვამს ეს შეკითხვა. რა აბა თქვენ რას იზამთ ორშაბათს გააგრძელებთ თუ არ გააგრძელებთ? მე მათ ავუხსენი. მე მთელი დაახლოებით 6 საათის განმავლობაში დღეს დილიდან დაახლოებით 3:30-მდე, 10 საათიდან 3:30-მდე მე გაუჩერებლივ ვუხსნიდი, არ დამზარებია, ვუხსნიდი რა არის შინაარსი, ვუხსნიდი როგორია გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, გარკვეულ ნაწილში მაინც შევძელი იმ ინფორმაციის შეტანა, რომ ეს სამართალდამრღვევების ფაქტის გამო ხდება და არა ვინმე ერთი ადამიანის კონკრეტული კაპრიზის საფუძველზე. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მე იმედი მაქვს, რომ მათ კეთილგონიერება ეყოფათ, იმიტომ რომ მათ იციან, რომ ეს დააზარალებს მათ შვილებს, დააზარალებს საერთო სიტუაციას და შედეგზე ეს რანაირი ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს ეს გავლენას ვერ მოახდეს. ერთადერთი გზა არის სასამართლო. მე მათ ვთხოვე, რომ აქ დგომას იქნებ ჯობია, რომ იქაც ვადებში არ დააგვიანოთ, მოამზადეთ შესაბამისი შესაგებელი სარჩელი, წარადგინეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, წარადგინეთ თქვენი მხარდამჭერი წერილები, როგორც ბავშვებმა, ისე მშობლებმა, ისე პედაგოგებმა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. კი ბატონო. სასწავლო პროცესი, რაც შეეხება დანარჩენ სკოლებს, მოდი შემოქმედი სკოლით დავიწყოთ, ბავშვებმა ძალიან ბევრი პრობლემა დაასახელეს. მათ შორის ყველაზე ტყური ძაღლი იყო, რომ როგორც მათ თქვეს, მათ არ აქვთ დაფები, რაზეც შეიძლება წერონ, რამდენიმე მისიც გითხრათ, რომ ხალხზე ახერხებენ დაწერას. რატომ რა ხდება სკოლას არ აქვს ამის საშუალება, რომ დაფა იყიდოს? რასთან გვაქვს საქმე? საუბარია სასკოლო ინვენტარის განახლებაზე ზოგადად ყველა საჯარო სკოლაში. ეს ერთიანი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს განახლების ინტენსიური პროცესი, როგორც დაფების, ასევე სასკოლო მერხების და სკამების. გასულ დაახლოებით 5-6 თვის წინ ჩვენ საჯარო სკოლებში დავიწყეთ და 1 წლის წინ კიდევ, ანუ ეტაპობრივად ხდება ახალი დაფების სკოლებში შეტანა.
დაახლოებით 25-მდე საჯარო სკოლაში სრულად განახლებულია დაფები. ეხლა უკვე ჯერი არის იმ სკოლებზე, რომლებიც დარჩა, მათ შორის დარჩა შემოქმედი, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ მაგალითად შემოქმედში არის ცენტრალური გათბობის სისტემა, მაგალითად შემოქმედში არის შეცვლილი სრულიად სასკოლო სახურავი, სკოლის სახურავი, მაგალითად სკოლაში მთლიანად შესულია მეტალოპლასმის სკაფანდრები, რაც არ გვაქვს ბევრ სკოლაში. გეთანხმებით, ყველაფერი პრობლემაა თავისთავად დგება ეტაპობრივად. როგორც საკუთარ, ისევე როგორც არ არის კარგი, როცა მოსწავლეს აწვიმს თავზე. ისევე არ არის კარგი, როცა მოსწავლე შეშის ღუმელის კვამლით შენაბრუნები კვამლით ზის გაკვეთილზე. ისევე როგორც არ არის კარგი, როცა შეშის ღუმელებს რომ თავი დავანებოთ ფანჯრებიდან ყველა მხრიდან. და მაგ წყლის თემაა და ამას აუცილებლად გეტყვით ქვემოთ. ანუ მე რისი თქმა მინდა, ჩვენ პრიორიტეტებად ვყოფთ საქმეს. სად რომელი თემაა ამ წუთში ცხელი და პრიორიტეტული. ჩვენ გვაქვს საჯარო სკოლები, სადაც მაგალითად წელს მერია სრულიად გადავხურეთ, ფაილეთ სრულიად გადავხურეთ. მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მერიის საჯარო სკოლის საკლასო ოთახებში წვიმა ჩადიოდა. რაც ეხლა წარმოიდგინეთ, როცა არსებობს მიზნობრივი თანხა ოზურგეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაციებისთვის, როგორ უნდა გაანაწილო ეს თანხა, როცა ყველაფერს ერთად არ ყოფნის, უნდა აიღო პრიორიტეტი. პრიორიტეტს ვერ ავიღებდით შემოქმედის დაფებს, როცა ვთქვათ მერიაში გქონდა წვიმის წყლის ჩადინების პრობლემა. ვერ ავიღებდით დაუშვათ შემოქმედის დაფის პრობლემას, მაშინ როცა ფანჯრებზე ცელოფნები იყო გამოკრული ლაითურის საჯარო სკოლაში, სადაც 500-მდე ბავშვი სწავლობს და ჩვენი ზამთრის სეზონისთვის მზადება ლაითურში იწყებოდა რითი? უნდა გადაგვეზომა რამდენი მეტრი ცელოფანი გჭირდებოდა, რომ გაგვეკრა ფანჯრებზე. ამ დროს ვერ შევისყიდით შემოქმედის სკოლის დაფებს. გასაგებია, ხომ? ანუ პრიორიტეტებია. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებელი და საჭირო არ არის. რა თქმა უნდა, ყველა სასკოლო ინვენტარი უნდა იყოს სკოლაში და უნდა იყოს განახლებული. რა თქმა უნდა, მაგრამ როცა რესურსები უნდა გადანაწილდეს პრიორიტეტების მიხედვით, ჩვენ სწორედ თავის დროზე პრიორიტეტად დადგა შემოქმედის სკოლის სახურავი, თავის დროზე სხვა სკოლებთან შედარებით პრიორიტეტად დადგა შემოქმედის სკოლის სრულიად ფანჯრების შეცვლა, თავის დროზე პრიორიტეტად დადგა შემოქმედისთვის გაზის შეყვანა და გაზის ცენტრალური გათბობის სადაც სოფლის სკოლებს ეს პრობლემაა. რა საკვირველია? რა საკვირველია? ძალიან ბევრ სკოლაში ჩვენ გვაქვს ასეთი პრობლემა, ეხლა ახალი სკოლები გვაქვს წარდგენილი ასევე პრიორიტეტულად, მაგალითად სოფელ ოზურგეთი, მაგალითად გურიანთა, სადაც გაზის მილი გადის სკოლის წინ, დიახ, სკოლის წინ გადის გაზის მილი და ითხოვენ რომ აღარ გვინდა შეშის ღუმელები და სამინისტრო დგას ამაზე ეხლა ინფრასტრუქტურა მე რომ თქვენ გესაუბრებით რამდენიმე სკოლაში ეხლა ამ წუთში ლიხაურში არიან გათბობის სისტემის გამო შესულები, ანუ ჩვენ ამ პრიორიტეტებს ასე ვალაგებთ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არ უგულებელყოფ იმას და არ ვამბობ, რომ ბავშვები ცდებიან, როცა ამბობენ, რომ უნდათ კარგი დაფა, მაგრამ ჯერ სხვა რამეების იქ ბევრი რამ აქამდე დაფამდე რომ მივსულიყავით, ბევრი რამ გავაკეთეთ ჩვენ შემოქმედის საჯარო სკოლაში. და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე როგორც გითხარით, დაახლოებით ალბათ 6 თვეში ეს პრობლემა დანარჩენ 22 სკოლაშიც ამოიკვეთებდა. არ დგას როგორც გამოიკვეთა, ბევრ სკოლას აწუხებთ სასმელი წყლის პრობლემა. ამ კუთხით მუშაობთ თუ რა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი? რა საკვირველია. ყველაფერი იგივე განათლების სამინისტროვე არა გვარებს, მაგრამ დიახ. ეხლა რა შეეხება წყლის პრობლემას? წყლის პრობლემა სოფლებში განსაკუთრებით ებმის სოფელში წყლის პრობლემას. თუ სოფლის პრობლემაა ზოგადად წყლის მიწოდება, იქ სკოლაც იმ სოფლის ნაწილია და ისეთივე პრობლემის წინაშე დგას სკოლაც, როგორც პრობლემის წინაშეც არის სოფელი. ამ შემთხვევაში შემოქმედშიც იგივე აღმოჩნდა. ისევ რომ ბევრ სკოლაში, მაგალითად ნასაკენალში, მაგალითად ლაითურში, სადაც სოფელში ქსელი წყლის არ არსებობს, ინდივიდუალური ჭებიც კი ძალიან რთულად ამოდის წყლის დონე, თუმცა ლაითურში და ნასაკენალში რაღაცა ეს ჭებით მოვაგვარეთ. იგივე ჭაქვ ქონდა შემოქმედში. მაგრამ სკოლის დირექტორი როგორც ამბობს, მე ახლა ახალს აქ ვერაფერს ვერ ვიტყვი, წყალდიდობის შემდეგ იქ წყლის მდინარის ნაპირი, რომლის ზუსტად განაპირას მდებარეობს სკოლა, მდინარემ რომ კალაპოტი გააფართოვა, გააგანიერა ბუნებრივად, წყალიც დაიკარგა ჭიდან. ეხლა მიდის აი ახლად ზუსტად მე თქვენ რომ გესაუბრები და შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩემგან დაუსრულებლად დაურეკოთ შემოქმედის სკოლის დირექტორს, რომ ამ წუთში იქაც არიან წყლის კომპანიის წარმომადგენლები და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ხელოვნური, მაგრამ ეს ეხლა ნამდვილად არ უკავშირდება ამ რეპორტაჟს, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ ამ წყალდიდობის შემდეგ ცადეთ ჭაბურღილი, რომელიც იქ ქვაღორღის გამო წარმოუდგენელია, ჭის ჩაღრმავებაც წარმოუდგენელია. მოკლედ დღეს გადავწყვიტეთ ესე, რომ იქ გაკეთდება ხელოვნური ჭა, რას ნიშნავს ეს? წყლის კომპანიას, რომელიც
რომელიც ატარებს შემოქმედში წყალგამტარია, ხელოვნურად ჩვენ გავაკეთებთ, ამოვიღებთ ჭას, სადაც როცა იქნება წყალი, შეისება ეს, ისე რომ ანტისანიტარია პირველ რიგში არ იყოს და ეს იქნება ტექნიკური წყალი. რა თქმა უნდა, სასმელად ამ წყლის გამოყენება ვერ მოხერხდება, მაგრამ ის რომ დასუფთავებული იყოს ველი წერტილები და ის რომ იქ ანტისანიტარია არ იყოს, ეს უმოკლეს დღეებში მოხდება ამის გადაწყვეტა. ჩვენ დიდი ხანია ეს თემა გვაწუხებს. რაც შეეხება სასმელ წყალს და ბავშვების იმ თემას, რომ მასწავლებლებს იქ უდგათ წყლის მასწავლებელში. ხო, ეხლა მოდით ამაზე ვთქვათ გულახდილად. პირდაპირ. ეს წყლის ბინული აპარატი მასწავლებლებს აჩუქა პროფესიულ კავშირში, მათმა პროფესიულმა კავშირმა ოზურგეთის ორგანიზაციამ მასწავლებელთა დღეზე გადასცა საჩუქრად. ერთი ბინული, რომელიც თქვენ იცით, რასაც წარმოადგენს, რომელიც ემსახურება 20 მასწავლებელს, რომლებსაც თვითონ მიაქვთ ასევე წყალი იმისთვის, რომ ბინულში ჩაასხან. ერთი წამით იქ დაბრკოლება და ბავშვებიც ამბობენ კომენტარებში, რომ ჩვენ შევდივართ და ვსვამთ. ეხლა ეს ბინული ჩვენ შეიძლება გამოვიტანოთ დერეფანში, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ერთი ბინულის წყლის მიწოდება. არ არსებობს არც ერთი წუთი და ესეც ბავშვებიც ამასაც ამბობენ, რომ როცა მათ აქვს, თუმცა ისინი გაფრთხილებული იყვნენ, მშობლებიც ასევე, რომ ამ პერიოდში სანამ ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა, ბავშვებმა საკუთარი პატარა მცირე ბოთლით ატარონ სასმელი წყალი, რომ ეს პრობლემა არ შეიქმნას. ხოდა ჩვენ ხშირად ხვდებით ახალგაზრდებს ოზურგეთშიც ბევრი შეხვედრა ქონდა და ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გაამახვილა ყურადღება განათლების ხარისხზე. დიახ. როდესაც კითხეთ მათ თავი პრობლემა რა იყო, რას თქონდნენ ხელისუფლებას, ბევრი თქვა რომ მათ უნდათ უკეთესი განათლება. დიახ. როგორ ფიქრობთ, რა პრობლემებია, რატო ითხოვენ ახალგაზრდები? რას გულისხმობენ? ინფორმაცია რომ კარგ განათლებას ვერ დაგულობთ. იცით რა, შედეგების მიხედვით, ყველაფერი იზომება შედეგების მიხედვით და განსაკუთრებით განათლების სფეროში. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დავიკვეხნოთ ჩვენი შედეგებით. და ის რასაც საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები აღწევენ არა მარტო ეროვნულ და არა მარტო საატესტატო გამოცდებზე, საგნობრივ ოლიმპიადებში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, რომლის ინიციატორიც თქვენც იყავით ამ ბოლო დროს, მე გურიანიუს გულისხმობდა, თქვენ აღფრთოვანებული დარჩით მაშინ იმ ბავშვებით, რომლებიც ჩვენ სკოლებში სწავლობენ, მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, ისეთი თაობაა და ისეთ საგანმანათლებლო მოთხოვნა აქვთ მაღალი, თამასა აქვთ მაღალი და აბსოლუტურად სწორია. დღეს არის თაობა, რომელიც ითხოვს გაცილების მეც და მას შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ის ინფორმაცია თუნდაც და ის ტიპი გაკვეთილის, რაც შეიძლება ერთი წლის წინ იყო მისაღები ვიღაცისთვის. ამიტომ ჩვენც ბუნებრივია მასწავლებლებმა ფეხი უნდა უწყოთ, რომ ეს თამასა აიწიოს. მე ბავშვების კომენტარში მოვკარიყური ასეთ რამეს. განათლება მინდა იყოს უფასო და მე ვერ გავიგი ამ წინადადების შინაარსზე გულისხმობდნენ რეპეტიტორებს. იქ საუბრობდა შემოქმედი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ბავშვი. მე მინდა მას კითხო. მისი მეზობელი, მისივე სოფლელი. არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კურსდამთავრებული ნიკუშა საბაშვილი, რომელსაც არც ერთ რეპეტიტორთან არ უვლია და დაამთავრა შემოქმედი საჯარო სკოლა, იყო თითით საჩვენებელი მოსწავლე. დაამთავრა ოქროს მედალზე. 100%-იანი გრანტით მოხვდა უმაღლეს სასწავლებელში თავისუფალ უნივერსიტეტში და დღესაც თავისუფალი უნივერსიტეტის ყველაზე აღიარებული და წარმატებული მოსწავლეა. მას არც ერთ რეპეტიტორთან არ უვლია. მან შემოქმედი საჯარო სკოლა დაამთავრა. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება მშობლებს ეწყინოთ, არის მოდური თემა. მოსწავლე, რომელიც სტაბილურად მიჰყვება მასწავლებელს, დაწყებითი კლასებიდან არ არის ხშირი გამცდენი და სტაბილურად მეცადინეობს სახლში, მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ, არ მიდის გაკვეთილებით მოუზად, ის აუცილებლად დადებს შედეგს. და ჩვენ ამის სოფლის საჯარო სკოლებიდან გეუბნებით, ვინაიდან აქ სოფლის მოსწავლეები არიან, ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. როცა ბავშვები არ დადიან არც ერთ დამატებით რეპეტიტორთან, არ აქვთ ოჯახებს ამის შესაძლებლობა და ფუფუნება. რაც შეგვაქვს უმაღლეს სასწავლებელში ფასიანი რატომ არის? კარგი მოსწავლეებისთვის ამბობს გოგონა იქნებ იყოს უფასო. კარგი მოსწავლეებისთვის სწორედ რომ უფასოა. არსებობს 100%-იანი, 70%-იანი, 50%-იანი. შენ უბრალოდ კარგი შედეგი უნდა დადო. ოღონდ შენ უნდა იყო, მოდი ესე ვთქვათ, კარგზე კარგი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი თაობა მოდის და კონკურენციაა ბავშვებს შორის. ვინც იღებს მაღალ შედეგს, იქ სახელმწიფო აბსოლუტურად სრულად უფინანსებს. ამას დავამატებდი იმ უფასო საგანმანათლებლო პროგრამებს,
რომელიც სახელმწიფოს მიერ უკვე მესამე წელია ფინანსდება. ბოლოს შეკითხვა მექნება, რას აპირებს საგანმანათლებლო რესურს ცენტრი ახალგაზრდების განვითარებისთვის, რა პროექტები გაქვთ დაგეგმილი, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც დაგეთანხმებით და ჩვენც ხშირად გვითქვამს ამ ჩვენი შეხვედრების დროს, არიან ძალიან აქტიურები, ძალიან ჭკვიანები, ნიჭიერები, უფრო მეტად წარმოჩინენ, უფრო მეტი ცოდნა მიიღონ სხვადასხვა პროექტებში ჩაერთონ. უშუალოდ თუ არის ეს პრეროგატივა თქვენი და როგორ უწყობთ ამ ახალგაზრდებს? ჩვენი პრეროგატივა ამ შემთხვევაში რესურს ცენტრის არის ის, რომ განსკოლებამდე და ბავშვებამდე დროულად მიიყვანოს განათლების სამინისტროს მინიცირებული უამრავი პროექტი და ამავდროულად თვითონაც განსაზღვროს რა პროექტი საჭიროება იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ გახდეს მოსწავლე აქტიური. უამრავი შემიძლია დაგისახელოთ ასეთი მათ შორის ინტელექტუალური თამაშები, რომელიც უკვე ტრადიციულად გვაქვს, რომ გამოვავლინოთ წარმატებული ბავშვები, მათ შორის უამრავი კულტურულ საგანმანათლებლო, სადაც ბავშვებს ეძლევათ ანალოგიური უნარების გამოვლენის შესაძლებლობა, მათ შორის დამატებითი კონფერენციების მოწყობა შიდა ოზურგეთის მასშტაბს გულისხმობ მე მხოლოდ, რომელიც არ არის სამინისტროს მიერ ორგანიზებული, მაგრამ ჩვენ ვგეგმავთ, მაგალითად, მათთვის საინტერესო თემებზე, სხვათა შორის თემებსაც მათ ვარჩევინებთ და მოსწავლეთა თვითმმართველობების ყველა ინიციატივის მხარდაჭერა, ეს რაც არ უნდა მცირე სასკოლო დონეზე იყოს, მოსწავლეთა თვითმმართველობების ჩართულობის გაზრდა. ჩვენ ყოველთვის ამაზე ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული, რაც შეიძლება მეტი ბავშვი იყოს ჩართული. მე არაფერს ვამბობ ისეთ ვთქვათ, საგნობრივ ოლიმპიადებზე, განათლების სამინისტროს ორგანიზებულზე, ინტელექტუალურ თამაშებზე, რომელსაც თქვა დაუშვათ ეტალონი და იცით თქვენ რომ ოზურგეთიდან ჩვენ ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული ბავშვებიც გვყავს სატელევიზიო თამაში, რომელმაც ასახელა ოზურგეთი, ეს ჩვენი მოსწავლებია, ასე ვთქვათ, ჩვენ მიერ გარკვეულ ეტაპზე მიყვანილი აქტიურობით და ამაში ძალიან გვეხმარება არასამთავრობო სექტორი. მე მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადავხადოთ ჩვენთან თანამშრომლობით. ისინი ძალიან ბევრ პროექტს ერთობლივად სწორედ მათთან ერთად გეგმავთ, როგორც სამეცნიერო კონფერენციებს, შემოქმედებით ტურებს, შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებს. ეხლა ვიწყებთ და მალე დაგპატიჟებთ მხიარულთა და საზრიანთა კლუბების კონკურსზე მოსწავლეებს შორის, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება. ასევე როგორც გითხარით ეს საზრიანთა კლუბების სკოლებში, ესე რომ დაგპატიჟებთ და თქვენ ნახავთ, რომ ჩვენ მართლა საამაყო თაობა გვყავს. საზრიანთა კლუბები იყო წლების წინ, ძალიან დიდი. ეხლა ვიწყებთ 20 ოქტომბრიდან პირველ ეტაპს სწორედ. იმედია უფრო გამოცოცხლდება, იმიტომ რომ ახალგაზრდების პირველი თხოვნა რაც არის სოფელში მცხოვრებს არის ხელისუფლებასთან მიეცეთ უფრო მეტი ყურადღება სოფელს. დიახ. ნუ მე სკოლის ნაწილში გიპასუხეთ, დანარჩენს ალბათ ყველა თავის პასუხისმგებლობას. დიახ. თანამშრომლად მოგაწევთ ინფორმაციას, ჩვენს გავაშუქებთ აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ეს იყო ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი. დაგველოდეთ ჩვენ გადაცემის მესამე ბლოკში დებატებით დავბრუნდებით. ჩვენ ისევ ეთერში ვართ, გადაცემის მესამე ბლოკის სტუმრები არიან ოთარეიშვილი ნაციონალური მოძრაობიდან და გიორგი ღურჯუმელიძე ქართული ოცნებიდან. ბატონი გიორგითან არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და იმედია საინტერესო დებატები გამოგვივა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგზანებისთვის. კარგია რომ ორივე ახალგაზრდები ხართ, სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ყავს ახალგაზრდული ორგანიზაციები ოზურგეთში და ზოგადად გურიაში ეს პრობლემა ალბათ საარჩევნოდ უფრო გააქტიურდებიან, თუმცა ჩვენი პროექტის პარალელში ჩვენ ხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც საუბრობენ იმ პრობლემებზე, რაც მათ აწუხებთ და იკვეთება, რომ ეს პრობლემები არ არის მხოლოდ გართობა, რაღაც მათი საჭიროებით არ შემოიფარგლება ყველაფერი. ეს არის თითქოს ინფრასტრუქტურა, არის სოციალური ფონი, რაც რეგიონში და ქალაქშია. დავიწყოთ ბატონო გიორგი თქვენგან. ახალგაზრდა ხართ, როგორია თქვენი ახალგაზრდული პოლიტიკა და რას აკეთებთ ქალაქში იმისთვის, რომ ახალგაზრდებს არ ქონდეთ იმდენი პრობლემები, რაც აქვთ და რომელსაც ასახელებენ ჩვენთან შეხვედრების დროს. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ პირველ რიგში მოწვევისათვის. აქ ეთერში მინდა მოგესალმებით კარგასული მამუკამ როგორც იჯას რომელიც გადაიღო. რას აკეთებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ქართული ოცნება ახალგაზრდებისათვის? ყველა ჩვენი პროექტი, ყველა ჩვენი იდეა მიმართულია ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის პირველ რიგში, როგორც პატარა საკიდან, ასევე საშუალო საკიდან სკოლის მოსწავლეებისათვის. ამისთვის ჩვენ ახალგაზრდული თავისთავად განყოფილებას გვაქვს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, რომელიც აქტიურად მუშაობს სოფლის ახალგაზრდებთან, გქონდა შეხვედრა და გეგმავთ რომ მომავალ წლიდან უფრო აქტიურად ჩავთვალოთ ახალგაზრდების თვითმმართველობის საქმიანობაში, გავაცნოთ რა არის თვითმმართველობის ფუნქცია, კომპეტენცია, რა შეუძლიათ მოითხოვოთ თვითმმართველობისგან, რა საკითხებით დასვან
ვფიქრობ, რომ სერიოზულად წარმატებები გვექნება ამ საკითხში. ვფიქრობ, თანაშრომლად ასევე ეს ხელისუფლებაში მოსვლის მე-4 წელს შეუძლია ნიდრი არასდროს, მაგრამ არც ახამდე ვაკლებდით ხელს ოც ყავდა ყურადღების ცენტრში, სამწუხაროდ ახალგაზრდები აქტიურობით მაინც არ გამოირჩევდნენ, ქონდა შეხვედრები. ვერ დაგეთახავთ ჩვენ შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ მათ არიციანი პროექტების შესახებ, რომლებიც ხორციელდება მათთვის, არიციან ბიუჯეტში რადევს, როგორ შეუძლია მოითხოვონ და ასე შემდეგ, როგორც ახალგაზრდებმა აღნიშნეს, ეს ეხება ყველა მუნიციპალიტეტს თითქმის, სადაც ჩვენ შეხვედრა გვქონდა, ხელისუფლებას ისინი მხოლოდ წინას არჩევნად ახსენდება. არა, ვერ დაგეთანხმებით მაგ საკითხში, ხალხო, იმიტომ რომ ჯერ ბიუჯეტში თუ არ დაინტერესდებიან თვითონ ახალგაზრდები რა დევს მაგას კონკრეტულ ახალგაზრდას, იმ შემთხვევაში განმომართავთ ჩვენ თუ მოვლენ დაინტერესდებიან, დაიწყება ბიუჯეტის საჯარო განხილვები, არის საკრებულოს კრომები ღია, ეხლა ეს ახლა იქნება კიდე უფრო მეტი, რომ პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემა, ვთქვათ, საკრებულოს ყდომების, გვაქვს სოფლებში შეხვედრები, გავდივართ ადგილებზე. პირდაპირ ეთერში სად? მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. და გავდივართ სოფლებში შეხვედრები გვაქვს არაერთი, თითქმის ყოველთვე გავდივართ, მაგრამ ახალგაზრდების აქტიურობა რატომღაც ახალგაზრდების აქტიურობით არ გამოირჩევიან. სანამ ბატონ ოთარს კითხავდე, მანამ კითხავთ, ყველა სოფელშია ინტერნეტი? ყველა სოფელში ინტერნეტი არ არის. თუ კი მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ვიწყებთ გადაცემებს, განხილვებს, საჯაროს, ამის მიზნიდან უნებრივია საკმაოდ დიდი თანხა დაჯდება. ახალგაზრდებს შეუძლიათ მიმართონ ჩვენ ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებს აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელთან არის ინტერნეტი, აქვთ კომპიუტერი უზრუნველყოფილი 24 საათიან რეჟიმში და არავინ მათ უარს არ ეტყვის ამ ინტერნეტის სარგებლობას და კომპიუტერის სარგებლობას. ჩვეულებრივად თუ მათ სურვილი ექნებათ, ამის გაკეთება შეუძლიათ. ბატონო, თქვენ რა სიტყვით? რა ხდება, რას აკეთებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი? ხალბატონატო, სანამ ამ თემაზე გადავალთ, მე მინდა თქვენი ეთერით ვისაგებო და სოლიდარობა გამოუცხადო რუსთავი 2-ს. რუსთავი 2-ზე ხორციელდება დღესდღეობით ტოტალური შეტევა. ეს არ არის მხოლოდ რუსთავი 2-ის პრობლემა, ეს არის ზოგადად საქართველოს სიტყვის თავისუფლების პრობლემა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ არა მარტო რუსთავი 2-ზე განხორციელდა ეს შეტევა, განხორციელდა ასევე იმედზე, როცა დაიხურა ორი ასე ვთქვათ რეიტინგული გადაცემა, ასევე პირველ არხზე, როცა დაიხურა ეკამიშველაძის შოუ. ჩვენ დღეს ვართ იმ სიტუაციაში, როცა დემოკრატიული პროცესიდან გადის ქვეყანა და გადავდივართ ტოტალიტარულ რეჟიმში. ამის ყველა მინიშნება არსებობს. სამწუხარო არის ის, რომ დღეს ქვეყანას არ მართავს ის ადამიანები, რომლებიც არიან ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანას მართავს რუსი ოლიგარქი და მას უნდა რომ ოლიგარქიული მეთოდებით ებრძოლოს დღეს თავისუფალ სიტყვას და იმ სიტყვას, რომელიც მას არ მოსწონს და მისი კრიტიკა არის, გააჩუმოს ან ჩაახშოს სხვადასხვა მეთოდებით. ჩვენ ძალიან მძიმე ფონი გვაქვს დღეს ქვეყანაში, ამას ადასტურებს 2 დღის წინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც 99 ხმით 10-ის წინააღმდეგ გავიდა, სადაც პირდაპირ არის მინიშნებული, რომ საქართველოში გამოიყენება წინასწარი პატიმრობა არასწორად და არაევროპულ ფასეულობებთან, ესე ვთქვათ, ევროპული ფასეულობებით, ესე ვთქვათ, და რაც დადასტურდა შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ გიგი უგულავას 9 თვეზე მეტ ხანს წინასწარ პატიმრობაში გაჩერება იყო არაკონსტიტუციური. აქვე მინდა გითხრათ, რომ თითქოს და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს იყო ერთი კონკრეტული პარტიის, რომელიც სახალხო პარტიის, რომელიც წევრები ჩვენ გახლავართ, მათი ინიციატივა. ეს არის არასწორი ინფორმაცია. მე მინდა გითხრათ, რომ სახალხო დავასრულეთ თუ შეიძლება ესეთი მკაცრი რეზოლუცია არასდროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არ მიუღია, ამას ხაზს უსვამ. აქვე მინდა გავაგრძელო, რომ არა მარტო სახალხო პარტია, ასევე სოციალისტურმა პარტიამ, რომლის წევრებიც არის ქართული ოცნება. ასევე ლიბერალების პარტია, რომლის წევრიც არის რესპუბლიკური პარტია. მათმა წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი ამ რეზოლუციას. გამოხმაურება ხელისუფლებიდან იყო ის, რომ თურმე არაკომპეტენტურია ევროპარლამენტარი, რომელსაც მოხსენება გააკეთა, ზვიად კვაჭანტირაძე ცნობილია ზოგადად ეგეთი გამონათქვამებით და თურმე ეცოდება ევროსაბჭო, რომ ესეთი წევრები ყავთ, აი ამ სიტუაციაში ვარ დღეს ჩვენ. ოზურგეთში და გურიაში თქვენი გადასახედიდან არის სიტყვის თავისუფლების ჩახშობა? ძალიან კარგი შეკითხვაა, მადლობა ხალბატონატო. რამოდენიმე დღის წინ სრულიად ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი ესე ვთქვათ ორგანიზაციის თავმჯდომარის დაკავება და იქ აქტივისტების დაკავება მათი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებისთვის იყო თავისუფალი აზრის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც სასამართლოში ეს დადასტურდა.
სასამართლომ დაავალდებულა პოლიცია, რომ ის ბანერი, რომელიც გადმოფენილი იყო იმ დღეს, მოგიხსენებათ თქვენმა გაზეთმაც გააშუქა, შენობაზე ის ნამდვილად არ ამახინჯებდა იქ გარემოს. იქ იყო ის მწარე რეალობა და მწარე სიმართლე, რომელიც დღეს სამწუხაროდ ქვეყანაშია. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ეხლა თემას დაუბრუნდები. ახალგაზრდებთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი მოსაზრება. სამწუხაროდ ადგილობრივმა სახელმწიფო გუნდმა მესიჯი ახალგაზრდებს გაუგზავნა ის, რომ თქვენი ადგილი პოლიტიკაში არ არის. მე მაგალითებს მოგიყვან, ჩვენ დროს ყოველთვის ქონდა ნაციონალურ მოძრაობას კვოტა საკრებულოში ახალგაზრდებისთვის და აძლევდა ახალგაზრდებს იმის საშუალებას, რომ ახალგაზრდული პოლიტიკა გაეტარებინა ახალგაზრდებს საკრებულოში. მაგალითისთვის მე თვითონ გახდით 22 წლის ვიყავი, როცა საკრებულოს წევრი გავხდი. მესიჯი რა არის ქართული ოცნების 30 წელზე ქვევით თუ არ ვწდები, ქალაქის საკრებულოში წევრი არ არის, თუ არ ვწდები. რაც შეეხება თემის საკრებულოს, იქაც ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. ეს არის მესიჯი ახალგაზრდების, რომ იცით რა ჩვენ არ ვჭირდებით. ეს ადამიანები, მოდიშ დავასრულებ. ეს ადამიანები ხარ როცა ფიქრობენ, რომ იცი რა მე დავამთავრე უნივერსიტეტი, წავედი თბილისში, აქ ვისაც აინტერესებს რა თქმა უნდა პოლიტიკა, ხა მე არ ვამბობ ვიც დაინტერესებული კერძო სექტორით, მაგრამ ვიცი ახალგაზრდები როცა აინტერესებს პოლიტიკა. როცა ხედავენ რომ ეს მესიჯი არის, რომ სახელმწიფო გუნდმა არ მისცა, თქვათ, იმის საშუალება რომ მიეღოთ, თქვათ, არჩევნებში მონაწილეობა, მათთვის კვოტა ყოფილიყო გამოყოფილი და მიეცათ მათ საშუალება რომ ყოფილიყო საკრებულოს წევრები. შესაბამისად, ეხლა დაფიქრდებიან რომ იცით რა, არ გვინდა ამათთან ურთიერთობა. თქვენ გაგახსენებთ რომ ჩვენი სია პირველი ხუთეული იყო ახალგაზრდებიდან დაკომპლექტებული ქალაქის გულისხმობ. მეორე ნომერი ყავდა თემთა სიაში 20 ანუ არ მახსოვს ასაკი 30 წელზე ქვევით არის. აქვე ძალიან ცუდი მესიჯი მისდის ახალგაზრდებს, როდესაც გუბერნატორის მოადგილე ერქომაიშვილი დგება და გურიან ნიუსთან საუბარში აცხადებს, რომ სადაც კი ხელი მიმიწვდება, მე დავასაქმებ ჩემს აქტივს. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მე თუ პარტიის წევრი არა ვარ, ახალგაზრდა რომელიც ვარ თბილისში და მინდა რომ ჩემს რაიონში გავხდე არაპოლიტიკური ფიგურა, არამედ რიგით საჯარო მოხელი. რას ნიშნავს ეს, რომ მე იძულებული ვარ გავხდე პარტიის წევრი? ამის გამო სასამართლომ გაამყუნა გიგი უგულავა, რომ ედავებოდნენ, რომ მან დაასაქმა მისი, ანუ ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერები. დღეს ეს ადამიანი ღიად აცხადებს ამას თქვენთან საუბარში. აი ეს მესიჯები არის სამწუხაროდ. აღნიშნე ის რომ საერთოდ თემას გადაუხვია თავში ბატონო ოთარმა და სხვა მიმართულებით წაიყვანა თავისთვის პოლიტიკური კულების ჩასაწერად ასე ვთქვა და თქვენ ხარ თუ არა სოლიდარული რუსთავი ორის მიმართ? ერთი რამე მინდა გითხრათ, თქვენ გვარ სიტყვის თავისუფლების მიმართ სოლიდარული და ხარს უჭერთ სიტყვის თავისუფლებას, რომელიც საქართველოს დღეს ნამდვილად არის. იმ რეზოლუციასაც მინდა გამოვეხმარო, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, რუსაბჭოს იქ თვითონ მოხსენებელმა, სახალხო პარტიის მოხსენებელმა თავის სიტყვის დასასრულს აღნიშნა, რომ მან ამ მოხსენების დროს იხელმძღვანელა თავის პარტიული და პოლიტიკური შეხედულებები და ეს აღნიშნა ზუსტად პირიქით, თქვა რომ არ მიხელმძღვანელიაო. მე როგორ შეიძლება ევროსაბჭოს რეზოლუცია იყოს? მე თქვენი აზრია, თქვენი აზრია. არა, აზრი, ნუ რაც წერია, იმაზე ვისაუბრებ. მაგნიცკი და ვანო მერაბიშვილი დაწერეს ერთად. მე დავამთავრებ. მაგნიცკის სია არსებობს, კანონია, ეს ადამიანი უკვე ამერიკაში. კი ბატონო, გისმენთ. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სიტყვის თავისუფლებაზე საუბარს, აქ რუსთავი ორთან დაკავშირებით მე ჩემს შეფასებას ვიტყვი და მოკლედ და მარტივად აქ არ დავკიბარ ხალვაში ვითხოვს თავის ბიზნესის დაბრუნებას, როგორც არ მოთხოვნა. აი, ამ კუთხით მიდის დავა, მაგრამ მე გავახსენე ბატონოთას 2007 წელს, როდესაც იმედის ტელევიზიაში მეგონი სპეციალიზმა გააწვია. ძალიან ცუდი იყო, ვინ ამბობს თავის? კი ბატონო. ძალიან ცუდი იყო. გეთახვევით. მაგრამ სულ სხვა სიტუაცია იყო მაშინ ქვეყანაში. სასამართლოსთან მიმართებაში კიდე ყოველთვის პრეტენზია აქვს, რომ სასამართლო აი გიგი უგულას შემთხვევაში მიკერძოებულია. ახლა შეიძლება საქმეები ერთმანეთს საპირწონედ ვერ დავაყენოთ, მაგრამ გუშინდელი ფაქტი ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძის დროს ზეიმა სამართალმა აი ეს ორმაგის სტანდარტი უბრალოდ არ მესმის. ძალიან მარტივია. მესამე საკითხი ხა კვოტის გამოყოფა ეს უკვე თქვენ ერთ რამეს გეტყვით რომ მოგიძვალეთ სახეების სოციალ-ნაშრომი ნაციონალური მოძრაობაში. ახალგაზრდებით გინდათ რომ ნაციონალური მოძრაობა რაღაც დოზით მაინც იყოს წარმოადგენილი სადღაც. ყოველთვის მისავნები ოპოზიციური პარტიის გინდ საკრებულოში გინდ პარლამენტში ნებისმიერ წარმომადგენლობით ორგანოში ყოფნას ფრაქციის დონეზე ეს აუცილებელია და არ უნდა იყოს რომ ერთ პარტიას კონდეს მთლიანად ყველაფერი დაკავებული არ არსებობს. იმაზეც გეტყვით რომ აღნიშნეთ ახალგაზრდები რომლებიც არ არიან პარტიის წევრები და ისინი საქმდებიან
პარტიის წევრობა არ არის აუცილებელი დასაქმებისათვის და ამის მესიჯია. მანიშნებელია, ამის თქვენი პარტიის წევრმა გუბერნატორის მოადგილემ განაცხადა საჯაროდ. არ გამოსულა, ეს არ განუცხადებია საჯაროდ, არც ამას ერქობაიშვილი არის თუ არა ქართული ოცნების წარმომადგენელი და არის თუ არა გუბერნატორის მოადგილე. გუბერნატორის მოადგილე არის. მოადგილე, მაგრამ მე გეტყვი უმაღლეს პოლიტიკური ფიგურა რეგიონში აცხადებს ამას და ეხლა ეს მესიჯია მისი. განცხადებასთან დაკავშირებით გეტყვით იმას რომ ეს ჩემი განცხადება არ იყო, ეს მისი განცხადება იყო. ეს მის, მაგრამ თქვენ შეფასება რომ თუ პოლიტიკური პარტიის წევრი არ ახარ, მაშინ დასაქმდები ვერსა ამას მოწმობს აი სულ ახალ დასრულებული, დამთავრებული საატესტაციო საკონკურსო კომისიის მუშაობა. ძალიან კარგად ხედავთ, რამდენი ახალგაზრდა წარმოადგენილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ქალაქის მერიაში თუ ქალაქის საკრებულოში. ძირითადად ასე ვთქვათ, საჯარო მოსამსახურეები ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და მეტიცაც გეტყვით რა იმ ახალგაზრდებმა გაიარეს კონკურსი, მეორმა ახალი სახეები შემოვიდა, რა თქმა უნდა, ვინც მანამდეც მუშაობდა ამ კი, და რომელიც ნაციონალურ მოძრაობის წევრებიც აქვე მინდა შეგახსენოთ რომ აი ზუსტად მან ჩანს რომ ჩვენ პოლიტიკური პარტიებად ნაციონალურ მოძრაობის წევრები დამისახელეთ რომელიც გვეთან მუშაობდა. წამსის დამისახელეთ. მე არ მითქავს პოლიტიკური ნაციონალურ მოძრაობის სინდიკატი მეთქი წევრები თქო. მე არ მითქავს ხალხთან რატომ. იყვნენ ადამიანები რომლებიც თქვენს გვერდით იდგნენ და დღეს მუშაობენ ისე კონკურსის კონკურსზე რა შეეხება ეხა იმის გამო რომ ადამიანი დეიდაშვილი იყო ძველი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი გაუშვით სამსახურიდან გუბერნიის სამხარეო ადმინისტრაცია ნინო ვაშალომიძე მაგალითს გეტყვით რომელმაც გადალახა კონკურსი გაიარა კონკურსის წესით იყო გადასაკუთრებული კონკურსი გაიარა ძალიან მაღალი ფულები აიღო ძალიან მაღალი ფულები აიღო გადალახა ბარიერი კი არა მაღალი ზუსტად ეს არის როგორც კი დეიდაშვილი არის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ის გაუშვით სამსახურიდან ეგ არის ფაქტი ნათია ვაშალომიძეს იცნობთ როგორ ნათია ვაშალომიძეს ნინო ვაშალომიძეს რა და სად მუშაობს არ ვიცი არ იცი? კონკრეტულად რა თანამდებობაზე მუშაობს არ ვიცი. სოციალური სამსახურში განყოფილების უფროსია. თუ მაგნიშნით ხელმძღვანელი რომ მისი დეიდაშვილი ნოვაშალონის შემთხვევაში. მე არ ვიცი ყველასიზო. მე იბაში დარწმუნებული არა ვარ რომ იგივე მის დასას არ გაათავისუფლეთ ეხლა თან სამსახურიდან. კიდევ ერთხელ გავიგე კონკურსი გაიარა. ჩააბარა გამოსტები და გაუშვა სამსახურიდან. ნაციონალური მოძრაობის დროს აი ხვირს ვერ შეყოფდა ვერამ საჯარო სამსახურში ის კი არა კონკურსის ჩატარებას ვერ გაბედა ნაციონალურ მოძრაობამ. ვერ გავედა კონკურსის ჩატარება. კონკურსები ტარდებოდა ჩემოგარგო კანონში. თვითმმართველობაში ჩატარდა კანონში. კანონში ეს კონკურსები ჩავდა ჩვენ. არ დაივიწყო ეს. სადეთ, მაგრამ არ შეასრულეთ. შევასრულეთ. არ შეასრულეთ. ყველა საჯარო სამსახურში, მე პირადად კონკურსით გავიარე. სოციალურ დახმარების დასაქმების სააგენტო იყო მაშინ. ვიყავდა 21 წლის და დავიწყე მუშაობა. პირად ბეგეუნები. ჩავაბარე. ეს რომელი წელია, მოდი. სამსახურის უფროსანი გახდა თქვენი წინამორბედი. თავარი მე ვიყავ თავარი სპეციალისტი. იქ რამოდენიმე სამსახური გაერთიანდა და სხვადასხვა თავმდებობის პირები იყო. ანუ ეხა ერთი არ იყო. სამი სამსახურის გაერთიანება იყო, ამასაც გეტყვით და მეორე მე დავიწყე ყველაზე დაბალი რანგის თანამდებობიდან და მე გავხდი უფროსი, პირდაპირ უფროსთან არ დამუშავა გიორგი. შეგაგასხვავებ. არა, კარგია, მე მაგალითად მიხარია რომ ახალგაზრდა ადამიანი დაგნიშნეს ერთი არა, ის ახალგაზრდა, ხოთრი თქვენი მეუღლეც დასაქმებულია საჯარო სამსახურში, ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა კიდევაც. კი, მაგრამ კონკურსამდეც მუშაობდა. პოზიციაზე იყოს ხო, თუმცა ამაზე აპელირებდა ნაციონალურ მოძრაობა ნეპოტიზმის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. თუნდაც სოლთმარი, უამრავი ფაქტი შემიძლია მოვიყვანოთ, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს რომ მუშაობდნენ. ბატონო გიორგი, რატოა გამოსავალი ნაციონალური მოძრაობის დროს რა ხდებოდა? უკაცრავად დასახვეხა. ის რომ ნაციონალურ დროს ხდებოდა, რატოა იგივე რატო უნდა გააკეთოს? თუ ეს ხდებოდა და ცუდი იყო, არ უნდა გაიმეოროთ. თუ ხდებოდა, კიდევ ერთხელ მე არ ვიცი ხდებოდა. თუ ხდებოდა, არ უნდა გაიმეოროთ. კონკურსით გავატარეთ, კომპეტენტ კონკურსი გაიარა ყველა, ტესტირება გაიარა ყველა, თავისთავად წარმოაჩინა გასაუბრება და საკონკურსო საატესტაციო კომისიამ აბსოლუტურად ღია პროცესი იყო. გუბერნიაში ვინ არის საკონკურსო თავმჯდომარე მაგ კომისიის? თუ არ ხდება ბატონო გუბერნატორის მოადგილე. ბატონო, მისი დამოკიდებულებიდან ჩანს, რომ ეს კაცი არის თავმჯდომარე ხა. მისი დამოკიდებულებიდან ჩანს, იმ განცხადებებიდან ჩანს, თუ ის რითი ხელმძღვანელობს. ადამიანი იძახის, სიტყვით მოყავს. რაც თქვა, სადაც კი ხელი მიმიწუნდება. ეს იქნება გუბერნატორის კომენტარიც.
აქვე გავიწყდება დავით დარჩიეს კომენტარი. თქვენ მეუბნებით ადამიანს კომისია არის ადეკვატურიო. მე გეუბნებით რომ არ არის ადეკვატური მისივე განცხადებებიდან ჩასეს. მე კი არ ვამბობ ამას, თვითონ ამბობს ეს ადამიანი. მე ვფიქრობ ადეკვატურია კომისია შემთხვევაში. თქვენ ფიქრობთ, მაგრამ ფაქტის სხვაზე მეტყველებს. ფაქტებით ზუსტად ფაქტებით გეუბნებით ეს ფაქტები მადლობს ამ საშუალო ისეთ თუ შეიძლება დააჩვენეთ. არა, შეთხოვნა. ნამდვილად თქვა სიტყვა სიტყვით რაც ამ შემთხვევაში დავეთანხმები რომ ბატონო შეიძლება სოსამ გააკეთა გადაწყვეტა ბატონო სოსამთან დაკავშირებით კიდე. არა, შემდგომი განმარტება არ გავუკეთებ, უბრალოდ იმეორებენ იმას, რომ ეს არის პარტიული, ანუ პარტიული უნდა მიეცა, უნდა მოეხსნა მის მოადგილე. პარტიის თავმჯდომარე როგორი შეფასება მის? მოეხსნა, უნდა ის რომ პარტიული აქტივისტები დასაკუთრებოდა, მე მგონი ახალი ამბავი არავისთვის არ არის, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები საკმაოდ დიდი ხნის წინ აკეთებდა ამაზე განცხადებას. რა კომპეტენტური საკმაოდ კომისიები რა. ეს არის ორმაგი სტანდარტი. 13 წელი გავიხსენეთ 2012 წელი და 2013 წელი. საუბრობთ. თქვენ თუ არ მოგწონდათ რა. არ მოგწონდათ, ეს შემთხვევა ზუსტად ამის შედარება ვარესისკენ. ამის შედარება დაგანახო. ვარეს არ ვაკეთებ. შედარება მინდა გაჩვენე როგორი იყო. თუმცა ოჯახის წევრები თქვენ დროსაც დასაქმებულები არიან, რაც იყო ნაციონალური 2012 წელი შეადაროს ყველა მერტი. არ ვიცი, ეგეთი ფაქტი. მასიური გაშვება საჯარო სამსახურებიდან მოხდა 2003 წელს. როგორ? მასიური გაშვება. 2003 წლის მდგომარეობას ადარეთ თქვენ 2012 წელს საქართველოს. უნდა გეუბნები არა, რატომაც არა. მასიური გაშვება მილიონი იყო ბიუჯეტი 2003 წელს, სანამ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში. ბიუჯეტს გადაგახსოვს საუბარს. რატო იყო, იცი? იმიტომ რომ კორუფცია იყო ქვეყანაში. ისრამდე კორუფციაში იყო ქვეყანა ჩაფლული, არ არსებობდა პოლიცია, არ არსებობდა საჯარო სამსახურები, არ არსებობდა ინსტიტუციები ქვეყანაში. მაშინ იმიტომ მოხდა ხალხში გაშვება, რომ იმათ ვერც კი წარმოედგინა თამის garaშე როგორ შეიძლებოდა ისა თანამდებობაზე ყოფილიყო ადამიანი. ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი. აბსოლუტურად ყველა უნდა ხელახებით გაიგო. ხელახებით ყველა არ გაუშვიათ, გადახედეთ თქვენ თანამშრომლებს, რომლებიც ისა რა ქვია, მუშაობდნენ 2003 წელს, რომელიც ჩვენ დროს მუშაობდნენ, დღესაც მუშაობენ. ეხლა ეგეთებიც იყვნენ, ვინც თამს არ იღებდა ის ადამიანი დარჩა, მაგრამ პოლიტიკური დატვირთვით და პარტიული ნიშნით ეს საჯარო სამსახური ზურგეთის მუნიციპალიტეტში და ქალაქ მუნიციპალიტეტში არ ყოფილა, არ ყოფილა. აი ყველა ჩვენი მიდება აგერ მუნიციპალიტეტებში ეხლა აქ ეთერში გაიმიჯნეთ სოსო ეკობაიშვილის განცხადებას და დაგიჯერებთ მაშინ რა ქართული ოცნება პოზიციას არ იზიარებს რომ ხელახებით ყველა უნდა წავიდეს და პარტიის დაიჭროს არა სოსო ეკობაიშვილის როგორც პარტია ემიჯნებით ის განცხადებას ის გაიგეთ რას თქვი ეხლა ბატონო თქვენ უნდა გითხოთ თქვენი გადასახადი ყველაზე დიდი პრობლემა რა არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღეს მოდით ეხლა ისე შევხედოთ ხალხო სიტუაციას რა ჩვენ ეხლა ორივე აქ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ვართ მოსულები სანამ კონკრეტულ ოზურგეთის პრობლემებზე გადავთ, მოდი გლობალურ პრობლემებს შევხედოთ. გლობალურ პრობლემებზე ჩვენ შემდგომშიც ვისაუბრეთ რეგიონს ამ ეტაპზე მოგწევთ ძალიან გთხოვთ. გლობალური პრობლემებიდან მოდის თითოეული ადამიანის პრობლემა. მაგალითად, ყველაზე ეხლა რთული თემა, რომელიც არის დღეს ქვეყანაში, ეს არის ლარის დევალვაცია, რომელიც ფაქტიურად ეკონომიკა, რომელიც არის დანგრეული და გაჩერებული, დღეს არის ქვეყანაში 500.000 ოჯახი, რომელსაც აქვს დოლარში სესხი, რომელსაც ეს სესხი გაუძლია კატასტროფულად. ეს ადამიანები ყოველდღე ღარიბდებიან. ამ ადამიანებს ყოველდღე ლუკმაკულის პრობლემა აქვს. ეს მარტო თბილისში და თელავში და ქუთაისში ხდება. ოზურგეთში ამის მიზეზებზე რატო არ საუბრობთ? რატო მოხდა ეს? ეკონომიკა გააჩერეთ, ჩემო გიორგი. ეკონომიკა გაანგრიეთ. დავასრულე. პრობლემა დოლარის კურსთან მიმართებით. მოდი შეხა ექსპერტების თუ თურქეთის და საქართველოს ეკონომიკას შევადაროთ, გაცნობიერია და დავასრულე. ერთი სამთანა დოლარის კურსი მე გეუბნები თურქეთის თემა თუ ხელისუფლება იცის ხელისუფლება იმისთვის არის დაქირავებული მოქალაქეებიდან რომ ესეთი რხევებისთვის მზად იყო მე შეგახსენებ რომ 2008 წელს ომი იყო გიორგი ქვეყანაში მაგრამ ლარი ამ დონემდე არ დაცემულა რის ხარჯზე გეკითხებით იმ საერთაშორისო ხარდაჭერისა არა იმ საერთაშორისო ვალდებულებების იმ კრედიტების ხარჯზე როდის დაუტოვო მემკვიდრეობა ძალიან კარგი თემა შეეხება რამდენი გაიზარდა საგარეო ვალი ქვეყნის საგარეო ვალი რამდენი გაიზარდა თქვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ხელისუფლების პირობებში პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება არ მაქვს მილიარდ ნახევრით მე გეტყვით თუ არ იცით მილიარდ ნახევრით დიდი ბოდიში დავასრულე მილიარდ 9 მილიარდი არ გაიზარდა 50 მილიარდის
სამუშაოებია ქვეყანაში ჩატარებული. თქვენ 50 მილიარდის საწერო დეპარტამენტს ნახეთ, ვისაით ეს არის ცნობილი თემა. მილიარდი არა, შეიძლება არა. პრობლემზე კი არა. ძალიან საინტერესო სულ ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა. ეს არის გზების რეაბილიტაცია, რომელიც აგერ ჩოხატაურშივა და აქვე ეს ეგრეთ წოდებული ერევანი, ოზურგეთში, ურეკის და ოზურგეთის დამაკავშირებელი გზა, გაზიფიკაცია ჩვენ დროს დაიწყო. რომელი შორის გაზიფიკაცია? ქალაქის გაზიფიკაცია მოხდა და ზუსტად მაგაზია საუბარია. ჩვენ რო ხელისუფლებაში ყოფილიყავით 2015 წელს, ანუ წელს გაზიფიკაცია დამთავრებული იქნებოდა თქვენს პირობებში გაზიფიკაცია შეჩერდა. გაზიფიკაციის სამუშაოები შეჩერდა. გაზი გააძვირეთ, შუქი გააძვირეთ. ეს იყო თქვენი დაპირებები, რომ შუქი გაიარდებოდა, გაზი გაიარდებოდა, პენსია 230 ლარი იქნებოდა. დღეს რა რეალობაშია? დღეს პენსია იმაზე ნაკლებია, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების პირობებში. გადაიყვანეთ დოლარში ყიდველობით უნარი, ნახეთ და მიხვდებით, რაც გესაუბრებთ. არა ხართ თქვენ ისა ურიგო ბიჭი და ძალიან კარგად იცით ეხლა რაზე ვსაუბრობ. დოლარში გადაიყვანეთ და ნახეთ რომ ის უფრო ნაკლებია. ის პირობები რომ 230 ლარიანი მატება, ჩემო კარგო, შენ ძალიან კარგად იცი საბიუჯეტო კოდექსი, აი ზუსტად მაგაზია საუბარი. ვიცოდი რომ მაგას მეტყოდი. ძალიან კარგად იცი საბიუჯეტო კოდექსი და როდი შედის პარლამენტში განსახილველად ბიუჯეტის პროექტი, ისიც ძალიან კარგად იცი. შედის სექტემბერში. სექტემბერში ჯერ კიდე ნაციონალურ მოძრაობა იყო უმრავლესობაში პარლამენტში, ჩემო კარგო. ეს ჩვენი შეტანილი არის პარლამენტში 150 ლარიანი პენსია და არა თქვენი. თქვენი მიღებული ამაში გეთაყვებით, მაგრამ შეტანილი ჩვენია. ამაში თქვენ ამათო ეს ვენ უმატეთ 10 ლარს, რომელი 10 ლარის შეჭამა დოლარმა ჩემო კარგო. ეს არის პრობლემა. პრობლემა არის გაძლიერებული ტარიფები. ეხლა რომელი 50 ლარიანი პენსია შეიტანეთ, თქვენ ბიუჯეტში დაგეგმეთ 150 ლარიანი პენსია დაგეგმეთ ის ასაკით პენსიონერებზე მარტო? არა მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე, იზრდებოდა ყველას პენსია 60 ლარი არის ნებისმიერი, აი პირველი ჯგუფის ინვალიდებისათვის შეგვიძლია შესაძლებლობა და იმ პერიოდის 150 ლარი და იმ პერიოდის 125 ლარიც კი მეტია 160 ლარის პენსიაზე. არა შეკითხვა პროექტს ნუში ადარებს ფაქტი ნაციონალური მთელი 12 წლის განმავლობაში რომელი ინფრასტრუქტურა გააკეთეს მთელი 12 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია იმდენი საქმე რაც მხოლოდ 2014-2013 წლებში ცალ-ცალკე აღებდა მერია ლაიტვის დამაკავშირებელი ხიდი გეყოლა არა და თუნდაც ეგ ხიდი დაიწყო 3 წელია ვერ გააკეთეს აი ვალდებულება ვერ შეასრულა დიდი ბოდიში რა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩაიგრა ხიდი რატო არ ამბობ გეკითხეთ ჩაიგრა არჩევნების შემდეგ არ ჩანგრეულა მანამდე ჩაიგრა რო იცოდე თქვენ ხელისუფლების პირობა ჩაიგრა ჩემო კარგო 3 წელი ააკეთეთ ის ხიდი გავლადი არის ეს ხიდი რო ჩაიგრა აქ მეორე პრობლემა ხიდი რო ჩაიგრა ქვევით გაზის მილები იყო ჩემო კარგო და მერიას გაზი არ მიეწოდება დღეს იცით ამის შესახებ ვიცი ხო იცით ავდება ნატანებში რომ გაზი არ არის იცით არა გაზიფიკაცია 3 წელია ვერ აღადგინეთ გიორგი ამას გეუბნებით კომპანია ვალდებულება ვერ შეასრულა ეს არის ზოგადად უნიათოა ხელისუფლება არ შეუძლია არასწორად მაშინ ტენდერი ჩატარდა არასწორად თუ თქვენი ვერც ერთმა 3 წლის განმავლობაში თუ ვერც ერთმა კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულებები ეს ვალდებულება ესე იგი არასწორად დაიხირავეთ კომპანია ხო რატო არ ამბობ კონჭკაში გზა როდის გააკეთეთ კონჭკაში გზა 40 წელი არ ყოფილა იცით რატო აგიარო გააკეთე გეუნება მაგას გეუნება არა გზების რეალიზაციაზე ხა ჩვენ მაინც უველაპარაკებით თქვენივე გამონათქვამი იყო ასფალტი მჭამოთო ამას ეხავთ მთელი ოპოზიცია და ეხა კარგით რა მაგაზე ჩვენ უგვედავებით სასტრაფო ვერ მიდიოდა ელემენტარულად ვერ მიდიოდა გიორგი რეაბილიტაცია და გზის დაგებაზე ჩვენ დაგვეძლო ძალიან დიდი პროცესი რა მე 50 საჭიროებაზე ეს გადაამოწმე ჩემო კარგო მე თუ არასწორად საჭიროებაზე შემდეგ აი მუნიციპალიტეტის ცენტრალური ხელისუფლება ყისიერი რეაგირება ძალიან გხოთ ჩვენ ბიუჯეტი გაგერბოთ პირველივე წელს ხელისუფლებაში ყოფნის ბიუჯეტი გაგერბოთ მეორე წელს ბიუჯეტი გაგერბოთ ჩვენ კი ბიუჯეტი 10 ჯერ გავზარდეთ აი ეს კიდე ალოგიკური ეკონომისტიკა ხო ეკონომისტიკა ანუ როგორ შეიძლება რომ წნეხის გარეშე ბიზნესები იყურებოდეს რასაც თქვენ ამბობ და წნეხის ქვეშ ბიზნესი ვითარდებოდეს ეს ხო არის ეკონომიკური თეორია რომელი განვითარდა რომელი გეოპლანტი რომელიც გუშინ წინ მეორეჯერ გახსენდი ეს განვითარდა
გეოპლანტის ჩაისვაბიგა მეორჯერ რომ გახსენით ეს განვითარდა? არა ბატონო, გეშლებათ ეს იყო მეოთხეჯერ გახსნილი, მიშა სააკაშვილმა გახსნა, უბრალოდ ერთი განსხვავება, არა, ერთი განსხვავება მაქვს აუცილებლად ვიტყვი, ერთი განსხვავება, არა. ფირმა ერთი იყო, მაგრამ შენობა ნამდვილად მაშინაც და იაფის ეს ხიქონდა, მაშინაც გეოპლანტსაც და იაფის ეს ხესაც რომ ვეგისაც როცა გახსნა. არა, ერთი წუთი გურიანიუს ჰქონდა ამაზე მასალა გეოპლანტთან დაკავშირებით ის საწარმო რომელიც გახსენით კიდე ის საწარმო რომელიც ერთი წუთი დავასრულებ დღეს რომ რუსი ოლიგარქები დღეს გამოკითხვა ჩაატარეთ და პარტრულის დობა ნახეთ რამდენი იყო ჩვენი ინსტიტუციას ანგრევ გამშილოგებს არიგეთ ყველა მეორე ადამიანს და ადინებინებთ იმას ადეკვატური რეაგირება რა იქნებოდა ისინი მოესწრაფა ისი გადამდგარიყო მსხვილი ისტორია ეს ყველა ადეკვატური ერთი წუთი ბატონობა შეკითხვა ჩვენი საერთო დრო იწურება და ბოლოს შეკითხვა გორივესთან თუმცა მანამდე გეოპლანტის თემას ვიტყვი ის იყო მიხეილ სააკაშვილმა ორჯერ არზე იმით გახსნა, რაც შეეხება წლევანდელ გახსნას, ორჯერ. ამაზეც გვეწერა, კი, ესეთ ფაქტები იყო, თუმცა იმაშიც დავეთანხმები ბატონო თარს აქვე, რომ საპატრულო პოლიციის შენობა ჭიკაიძემ გახსნა მას შემდეგ, რაც მიშას გახსნილი ჰქონდა, ნამდვილად ეგ ფაქტი იყო, თუმცა ეს საწარმო ახალი შენობა ნამდვილად არა ის, რომელიც მიშა სააკაშვილმა გახსნა. არა, ახალი შენობა აშენებული, მინდა გითხრათ, ვიყავ ერთი დანადგარი. ახალი შენობა აშენებული, ამაში ნამდვილად დავეთანხმები, იმიტომ რომ იცოდეთ ეს ტერიტორია კი მაგრამ ბოლო შეკითხვა რომელიც მაგ დღეს იყო გეოპლანტის გიორგი ძალიან მწო შეკითხვა მინდა დავსვა არ არის ოთარ ბეტონის არა სხვა შენობა იმ მიწაზე სადაც მიწაზე ახალი შენობა და ახალი საწარმო არ არის გეოპლანტის იყო მაშინაც და დღესაც მისია დავასრულოთ მაგრამ იმის ხონებაზე აშენა ახალი საწარმო მაშინაც ჩაისაწარმოა და გეოპლანტის სხვა სეგმენტში არ მუშაობდა დავასრულოთ უნდა ჩვენი გადაცემა ბოლო შეკითხვა მაქვს ბატონთა თქვენი დავიწყებ დაიწყო მეოთხე წელი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის, რომელ წელსაც ყველამ თავი კარგად უნდა ვიგრძნოთ, შაშანდელი გასული წელი, ესე ვთქვათ, ჯიბეზე უნდა გვეგრძნო. მე მაინტერესებს თქვენი გადასახედიდან, რამდენად იგრძენით გასული, ვთქვათ, ესე ერთი წელი ჯიბეზე და რამდენად მოლოდინი გაქვთ, რომ ეს წელი იქნება ის წელი, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლამდე ქართული ოცნება გვპირდებოდა. არ ვიცი, ხა მე ცოტა ირონიით ვიტყვი, ალბათ ეს წელი იქნება, როცა ურეკში ყველა ოჯახს სოლარიუმს მიუტანა. ალბათ ეს მეოთხე წელი არის. ეხლა რაც შეიძლება სერიოზულად. მეოთხე წელი არის დამანგრეველი. დღეს ხედავთ კიდე ერთხელ დავუბრუნდები მე ძირითად თემას. ძირითადი თემა დღეს არის ჩვენი ის რომ უნდა იყოს და ალბათ თქვენს სოლიდარული ხართ რუსთავიორის. ის რომ დღეს პრობლემა არის თავისუფალი სიტყვა. დღეს პრობლემა არის დემოკრატია. დღეს პრობლემა მე ჩვენ ვამბობ მეოთხე წელი რა იქნებოდა გეუნებთ რაც არის. ეს ამ პრობლემის ქვეშაა. დღეს რუსი ოლიგარქი ყოველ დღე გვაშორებს ევროპას, ევროატლანტიკურ სივრცეს. ახალგაზრდების თემაზეც მინდა აქვე თქვა გამომჩა. ვიზა ლიბერალიზაცია, რომელსაც ჩვენ ამდენი ხანია ვითხოვთ, რომელიც ჯერ კიდე გაზაფხულზე უნდა მიგვეღო. რატო იწელება ამ შეკითხვას, რატო არსო? იცით რატო იწელება? იმიტომ რომ ეს ხელისუფლება შორდება ყოველ დღე ამ სივრცეს. თელს ნორმალურ სეგმენტს სოფლიოსაც შორდება. მისი გადაწყვეტილებები, მისი იმ განცხადებებით, ეხლა სამარცხვინო განცხადებები, რაც კვაჭანტირაძე და კობახიძე მაკეთა. აი ამ განცხადებების შემდეგ ჩემო ნატო ძალიან დიდი პრობლემები გვექნება ვიზა ლიბერალიზაციაზე. ეს უთხრამს ახალგაზრდობას. ეს რა იყო, იცი? რომ ახალგაზრდები დასასრულებო. მოდი რა. დავასრულებ. მე გამაცემოდი რა. ერო ასოცირებასთან ერთად. გიორგი, მოდი რა, დავიცოთ რა. ნორმები დავიცოთ. მეც შეგეწყვეტინებ, უნდა მისმინე რა. ბოლო შეკითხვა. იგივე შეკითხვა. აქვე ეს არის პრობლემა. ეს არის პრობლემა იმისა, რომ დემოკრატია არის საფრთხეში ჩვენ ქვეყანაში. ეს არის იმ ახალგაზრდების პრობლემა, რომელსაც ევროპაში უნდა სწავლა და ამის გამო პრობლემები ექნებათ ვიზებთან დაკავშირებით. აი ეს თელი ერთი, ესე ვთქვათ, ჯამში პრობლემებისა, ეს ქვეყანა უკან მიდის ყოველდღე. და ეს მეოთხე წელი იქნება კატასტროფული. ამიტომაც ამ მეოთხე წელს, როდესაც ეს საარჩევნო წელი არის, მე მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ მიიღონ ის გადაწყვეტილება და მიიღონ გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. და მე დარწმუნებული ვარ, მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს ხელისუფლებაში ვეღარ იქნება. იმიტომ რომ ეს ხელისუფლება ჩვენ ვიქნებით თუ არა, მე არ მითხრას, მე გეუბნებით, რომ ეს ხელისუფლება არ იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ თავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც დღეს მოქმედებს ქვეყანაში. ჩვენ ვართ პარტია, რომელიც არ დაიშალა დამარცხებული არჩევნების შემდეგ, საკმაოდ ძიმე არჩევნების შემდეგ, მინდა გითხრათ, და დღეს ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ყოველდღე რეიტინგი იზრდება. ეს პარტია ვართ ნაციონალური მოძრაობა. ის არჩევნები იყო ძიმე. ძიმე ჩვენთვის, იმიტომ დამამარცხეთ ახლა მარტივია. ხო, დამარცხეთ ჩვენთვის. ჩვენ გამარჯვებულები ვიყავით ძალიან ძიმე იყო, ძალიან კარგად იზრდება. და იგივე შეკითხვა. მეოთხე წელზე არა, ნუ ეხლა თქვა პრობლემები, ხო?
ეს მეოთხე წელი არის უმუშევრობის წელი, როცა ეხლა გასაოცარი განცხადება გააკეთა ღარიბაშვილმა გაეროშვილმა, თურმე 90,000 სამუშაო ადგილი დაემატა ქვეყანას, ეს არის კატასტროფა, არ ვიცი ამ ადამიანს საერთოდ ქვეყანაში ცხოვრობს მე მგონი რა. ანუ არ ვიცი რომელ საქართველოს ცხოვრობს. მე მაგ საქართველოში და 90% მოსახლეობის ამ საქართველოში არ ცხოვრობს. ამ საქართველოს დღეს ცხოვრობს გაღარიბებული მოსახლეობა, საქართველოს დღეს ცხოვრობს დენის გაძვირებული ტარიფით და წყლის გაძვირებული ტარიფით, ესე ვთქვათ, გაქანცული მოსახლეობა, დღეს ცხოვრობს მოსახლეობა, რომელსაც სესხები გაუძვირდა, დღეს ცხოვრობს მოსახლეობა, რომელსაც წამლები გაუძვირდა, დღეს მოსახლეობას გაუძვირდა საკვები პროდუქტები, აი ეს არის ის მეოთხე წელი, რომელიც დაიწყო გუშინ 1 ოქტომბერს. ბატონო გიორგი, თქვენ რა სიტყვით და სანამ მეტყვით როგორ იქნება მეოთხე წელი, მე მაინტერესებს თქვენ პირადად იგრძენით თუ არა ჯიბეზე მესამე წელი კარგად. მე ჩემს ჯიბეზე ვიგრძენით თუ არა, მე ჩემს გარშემო ყოფებს ხედავ რა სიტუაცია შეიძლება და რა ვითარება. თქვენ პირადად იგრძენით? ჯიბეზე კარგად. კარგად ესეთ იყო დაპირება, რომ ჯიბეზე უნდა გვეგრძნო. ეს იყო ესეთი დაპირება, რომ ჯიბეზე უნდა გვეგრძნო. იმ 100 მილიონიდან თუ მოგიწია პრემია ის მაინტერესებს რა, რომელიც დახარჯეთ პრემიებში. თქვენ არა პრემია იცი ძალიან კარგად ოთარ რა პრემიები იცემო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი არც იმის პრემიებს შორს ეს ასევე ქალაქის ხელისუფლება ასევე ქალაქიც 100 მილიონი კაცის პრემიები გაცილებით უკეთესი იქნება რა თქმა უნდა წინა წელთან შედარებით, იმიტომ რომ ჯერ ერთი დაიწყო უპრეცედენტო პროგრამები სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით და იცით რომ ოზურგეთში არაერთი საწარმო გაიხსნა, ბატონო ოთარ შეგიძლიათ შემიძლია დაგითმოთ დრო, წაგიყვანოთ, დაგათვალიერებინოთ, კი ეს იქნება ნატანებში, ეს იქნება ასკანაში, ანასაურში ძალიან ახლოს შეგიძლიათ ნახოთ. ახალი გაიხსნა, ახალი დანადგარებით, ახალი პროფილი, იქ ჩაის ფაბრიკა იყო, ბატონო ოთარ და გადაიარა და გადაიარა. თქვენი აქტივისტია და მიეცდი ამის ეს. ვინ არის აქტივისტი, ხო? ვიცი ხარ? თქვენი დეპუტატი არ არის რა? ანასაურს არ გეუბნე ნატანებს გეუბნე. გია ხუჭუა გახსნა ანასაურს. დეპუტატი არ არის ნატანებს რა, ვიზეც გესაუბრები. ბატონო, მაგრამ მასანა დეპუტატი არა. არ ვიციათ არა, იმის გამო რომ დეპუტატი არა, იმიტომ რომ ბიზნესმენი წარმოადგენა. გია ხუჭუა ვინ იყო? ავიცი. არ იცი? არ გია ხუჭუა, არ ვიცი, ეხლა სადაა, როგორ არა, ვიცნობ პირადად, მაგრამ გია ხუჭუას ამდენს ვიცი, იქ არ გაუხსნა ჩხაიძემა გახსნეს, ხო? ჩხაიძემა გია ხუჭუა მას გახსნა და ერთობლივი წარმოადგენა და მაგას გეუბნები. კი არ გახსნა გია ხუჭუა, წელებია ჩაის ფაბრიკა. ჩაის ფაბრიკას არ გეუბნები, ჩაის ფაბრიკა გადაიარაღდა და სხვა პროფილით მუშაობს მე. ო, ანუ ახალი არ გახსნა. რა გაკეთდა ოზურგეთში, ერთად დავათვალიეროთ, ძალიან კარგად იცის ოთარმა. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოვიდოდა ხელისუფლებაში და იმ საარჩევნო ოლქებს, სადაც წააგებდა თვითმმართველობის პერიოდში, ყოველთვის მასე იყო ნაციონალური მოძრაობის დროს, ყოველთვის ყურადღებად რჩებოდა. მე ახლა არ მინდა სულ იმის დაყრი, რომ ჭანიეთიც ნახეთ თუნდაც. ერთადერთი ოლქია, მაჟორიტარული ოლქი, სადაც გაიმარჯვა ნაციონალური მოძრაობა, ხო? უყურადღებოდა. არ ვიცი რა. არ ვიცი, ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ. დაწყებული საბავშვო მე ვიცი, ისო თქვენ კანდიდატს გადაუხურეთ სახლი, გურიანის და დიდი მოდი. საბავშვო ბაღი გასცემ 90 სახურავი, წაიღე და სხვა სახლი გადაუხურეთ. ეს ვიცი ჭანიეთზე გათვლილი. ევროსტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, რომელიც გააქვს საბავშვო ბაღი. რომელსაც თქვენ ნახავთ ძალიან და შეცვალეთ და გზა უნდა დაგეკეთოთ. ის შეცვალებაში. საბავშვო ბაღი სად იყო ნაციონალური ჭანიეთში გზის პრობლემა ნამდვილად არის დღეს წერია გურიანიუსში. ის გადაუხურეთ გაზიფიცირების მოგვარების შემდეგ და არა ისე რომ რავაზ ნიკოლაიშმა დააგოჯერა ასფალტი მერე გადათხარა მერე გაზიფცმილები ჩააწყდა ესეთი რაღაცები აღარ მოხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნახეთ ურეკში გაკეთდება კარგად გადაავალ თვალი ბატონო ოთარ არა მარტო წყლის როდის დაიწყო გზის პროექტის განხორციელება ძალიან ურეკის მიმართულებით ოზურგეთის აი რა ოთარ როდის პროექტის განვითარებაზე ერთი ლარიც არა დახარჯული გარდა იმისა რომ კომპანიას აჩუქებინეთ მილიონი სამუშაო ბულვარზე აჩუქებინეთ პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვით ამას ზუსტად აჩუქებინეთ ოზურგეთის ცენტრში 4 წელიწადში პროექტი დავაწყეთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გზა დავაგეთ ჩვენ ჩემპიონი ესე იყო ზუსტად პარკის რეკონსტრუქცია და ამას გეუბნები ზუსტად ფაქტები მომყავს და მეუბნები არ არის აჩუქებინეთ აი ხა მეგეთ მოვიდა და ეკონომისტი ხარ დავასრულოთ ძალიან მაინტერესებს მეოთხე წელი თქვენ ბიუჯეტი თქვენ ეკონომის ვიდეთ ეკონომიკური და ბიუჯეტი რამდენი დაიგებმა კითხვა რამდენი დაიგებმა 5%-იანი 3%-იანი დაიგებმა ჩემო გიორგი ნუ შეყავს 3%-იანი აკორექტირდა შემდეგ და 3% რეგიონში განვითარებული მოვლენები რა ეგრე არ არის 3% მე 2016-ზე გესაუბრებ 2016 ბატონო დავასრულებინოთ ძალიან ჩვენი დრო ეკონომიკა ისდება 3%-აზე რატო გეგმავთ 2016-ის ბიუჯეტი ბატონო დავასრულებინოთ
ჩვენი ყველა დრო ამოიწურა მართლა წამებგობ და ეკონომიკის განვითარება უნდა გამოჩნდეს ბიუჯეტში რო ეკონომიკის განვითარება ჩვენ დროს 2007 წელს ორ ციფრიანი შევიდა ეკონომიკური ზრდა ჩემო გიორგი რა ციფრები ხაღალზე სოფლიო ბანკის EBRD-ის რომელიც ეს EBRD რომელიც თქვენ არ გიყვართ ყველას დასკვნებით ქვეყანა ვითარდებოდა რა ხაღალზე საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებდა თქვენც იმას ამბობთ რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ნაციონალური მოძრაობის მეგობრები არიან მე გეუბნები საერთაშორისო ორგანიზაციები შეფასებებს მე იმას გარგეუბნები რომ ჩვენ რა ვამბობთ ძალიან ბატონთან ანუ ისინი დავასრულებინო მეგობრები არიან დავასრულებინო ძალიან გქოს ეს ხდება ის რომ ეკონომიკური ზრდა 2015-ში გაქვთ 2%. რა იქნება 2016 წელს? 2016 წელს გაქვთ 3% და რაც არის ახლა გადაცემა უნდა დავასრულო. უნდა დავასრულო. არა, გაჩუქეთ. გადაცემა შეიძლება გაჩუქეთ, გადახედეთ რა. უნდა დავასრულო. უნდა დავასრულოთ 2016 წელს 2016 წელს ბატონო გიორგი როგორ იქნება 10 ჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი გაარღვიეთ ბიუჯეტი 2012 წელს და 2013 წელს გაარღვიეთ ბიუჯეტი 2016-ში რა იქნება ბატონო გიორგი ძალიან მოკლედ და როგორც 2015-ში და კრიმინალზე საერთოდ ეხება გამოგჭა ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები შრომას მიყედეთ ყოველდღიურად ძალიან გთხოვთ ბატონო ხო დაასრულოს გადაცემა ყველა დრო წაიღო ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს ასე რომ წინ ბევრი გადაცემა და ბევრი დებატი გველის დღეს სრულდება ოთარ მინიმუმ 18-19-20 მილიონი ძალიან მოკლედ რა იქნება 2016 ბიუჯეტი და 8 მილიონი შეხედეთ სტატისტიკის დეპარტამენტი ნახეთ ბატონო ძალიან 2016-ში მოკლედ ორი სიტყვით რა იქნება 2016 წელს სიახლე სასიკეთო რა იქნება იმ საარჩევნო დაპირებიდან რაც შესრულდება რომელიც 3 წლის წინ უხვად მიიღო ქართულმა ხალხმა ძალიან ბევრი რამე გაკეთება 2016 წელს ბევრი ძალიან ბევრი რამე გაკეთდა ოთარ ნუ იქნება ძალიან გთხოვთ დამიჯერდა მარტო პარტია ძალიან გაკეთდა ერთადერთი ამინისტრია თქვენი დრო შედიხართ პოლემიკაში შესაბამისად თქვენი დრო ამოიწურა ცდილობთ უკეთესი იქნება მე ვიტყვი კონკრეტულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა და გეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხიდს თუ დაასრულეთ ამას თქვენ 2016 წელს თქვენ თვალეთ შენს ხიდს დაასრულეთ ხიდი დასრულებულია თითქმის რა. დღეზე გაიხსნა. და შეწავიდეთ ბანკი. გასწავლეთ დავით, კი ბატონო, პრობლემა არა. 3 წელია ვებოდები რომ გაიხსნა. ესე იყო ჩვენი გადაცემა არჩევანიმე, ჩვენი სტუმრები იყვნენ ოთარევიშვილი, მოძრაობიდან ბატონო გიორგი კურჯუმელიძე ქართულოცნებას წარმოადგენდა. ჩვენი გადაცემა ესე სრულდება, ჩვენი სტუმრების ხარე დებატებით, ჩვენ ერთმანეთს მომავალ კვირაში შევხვდებით.